გამარჯობათ მეგობრებო და ჩვენს მეცნიერთა კლუბში კვლავ გვეწვია ჩვენი სტუმარი, რომელთანაც ჩვენ ერთი წლის წინ ჩავწერეთ დაახლოებით ვიდეო, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ვიდეო, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და დღესაც არანაკლებ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, ისე თემებზე, რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან საჭიროებო და საინტერესოც არის და საჭიროებოც. მე მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა სუხიშვილი, ხო, ლაშა გვერდება ვენიდან, ავსტრიიდან, სადაც იღებს ძალიან სერიოზულ კონფერენციაში მონაწილეობას და ამ კონფერენციის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს მართლაც როგორც ლაშა მითხრა, ესეთი წარმომადგენლობითი და ძალიან საინტერესო კონფერენცია. ლაშა, მოდი დავიწყოთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა სპონტანურად რა თემაც წამოგვივა იმ თემებზე ვისაუბროთ, ჯერ გითხარი ვინ ხარ და შემდეგ უკვე შენ თვითონ განსაზღვრე რომელი თემა ჯობს იყოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. გამარჯობა. გამარჯობა ვასო, მივესალმები შენს მაყურებელს და იმედია შემდგომში მსმენელსაც. მე ვარ ლაშა სუხიშვილი, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულების პროფესორი და ასევე ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი. გასაგებია, რატომაც ვერ დაიმახსოვრე ახლა ამ ხელა ტექსტი ნახევარი გვერდი. ხო. ესე იგი, შეიძლება ცოტა ბევრი უცხო სიტყვა ვიხმარეთ ახლა ამ იმაში, რა ქვია, სტატუსის ჩამოთვლაში, მაგრამ ძირითადად რო ვთქვათ, ჩემი და ჩვენი საქმიანობა შეეხება დედამიწის ზედაპირზე და სიღრმეში მიმდინარე მოვლენების შესწავლას, ოღონდ ეს მოვლენები შეიძლება იყოს საინტერესო როგორც ფუნდამენტური მეცნიერებისთვის და ნაკლებად საინტერესო ფართე საზოგადოებისთვის, მაგრამ ასევე საინტერესო შეიძლება იყოს ყველასთვის. აი ხა დღეს შეიძლება ვისაუბროთ ისეთ კვლევებზე, ისეთ საკვლევ პროექტებზე, რომელიც მიმდინარეობს ახლა და შესაძლოა საინტერესო იყოს, აი, შესაძლოა რა, მე მგონი ნამდვილად საინტერესო იქნება, იმიტომ რომ დღეს გეოლოგია ძალიან ბევრს და გეომორფოლოგია ბევრს განსაზღვრავს იგივე ჩვენს ყოფაში, ხო? საქართველოს ყოფაში, გინდა მშენებლობებს დაუკავშიროთ, გინდა ამდენ ბუნებრივ მოვლენას, ყველა ის თემა, რომელზეც შენ ისაუბრებ, იქნება მიმბული თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, მე ასე მგონია. კი, ანუ ერთი მხრივ ფაქტობრივად ძალიან საჭირო და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მიმართულებაა გეოლოგია და ზოგადად დედამიწის შესწავლელი მიმართულება. მაგრამ მეორე მხრივ, რასაც ვხედავთ, ეს არ არის პოპულარული, ანუ ხალხში არ აქვს ცნობადობა ამ მიმართულებას და რაღაც უფრო მითიური ელფერი დასდევს, ვიდრე რეალურად გამოყენებითი ყოველდღიურ საქმიანობაში აუცილებელი უსაფრთხოებისთვის მიმართულება. მაღაზიათა ქსელი Family Kutaisi. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანდერია. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. ეს ასახულია საბოლოო ჯამში სტუდენტებზეც. აი, მაგალითად, ჩვენი მიმართულებით ძალიან ცოტა სტუდენტი არსებობს, მაგრამ არსებობს მოთხოვნა დასაქმების ბაზარზე, არ არსებობს მიწოდება, იმიტომ რომ არაპოპულარული მიმართულებაა სამწუხაროდ. ხო, აი ესეთი სურათი გვაქვს, მაგრამ აი ხა იქნებ ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რომელიც დაინტერესებს საცობში მდგომ ადამიანსაც და აბიტურიენტს, ან მოსწავლეს, ან სტუდენტს. რომ უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნას ამ ჩვენს მიმართულებაზე. ხო, მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მაგალითად ხო, ახლა მე ჩამორჩი რომ დინდელ ამბავს ვამბობ, მაგრამ ჩემს დროს გეოლოგობა ძალიან პოპულარული ზოგადად გეოლოგია იყო ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ შესაძლებლობა გეძლეოდა ისე როგორც პალეონტოლოგებს, ისე როგორც თქვათ, აი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებში რაც შედის, გვემოგზაურა ბევრი გვეულო ექსპედიციებში და ასეთი ვირუსით შეპრობილი ადამიანები მიდიოდნენ ხოლმე და საკმაოდ ბევრნი იყვნენ. გეოლოგიის ფაკულტეტი იყო როგორც უნივერსიტეტში, ჯავახიშვილში, ასევე გპ-ში, გპ-ს ვეძახდით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახლა, ხო?
და საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ეს არმია გეოლოგების. და ხო, იმედია რომ აი შენთან საუბრის მერე გამოჩნდება ჩემს არხს ბევრი ახალგაზრდა უყურებს, ზოგიერთი აი ამ გზაჯვარედინზე დგას, რა პროფესია ირჩიოს და ნუ შენ იცი ხოლმე ისე კარგად მოყოლა, რომ შეიძლება აბიტურიენტების და სტუდენტების ნაკადი მოგაწყდეს, ასე რომ შენზეა უკვე დამოკიდებული, რას მოგვიყვები საინტერესო. საიდან დავიწყოთ? ხო, აი თან რაღაცნაირად ცვლილება მოხდა, ანუ ძველ გეოლოგიას თუ დედამიწის შესწავლილ მეცნიერებასა და ახალს შორის, იმიტომ რომ ადრე თუ ფოკუსი იყო მოგზაურობაზე, საველე საქმიანობაზე და ასე შემდეგ, დღეს ეს ისევ არის, მაგრამ ამავე დროს დაემატა ტექნოლოგიური მიმართულება, პროგრამირება, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, უკვე AI შემოდის, ML ანუ მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი შემოდის და კოსმოსური ტექნოლოგიები ფაქტიურად კოსმოსური ტექნოლოგიები და ლაზერულიც, იმიტომ რომ აი ზუსტად ერთი თვის წინ უკვე შევიძინეთ როგორც იქნა ამდენი წლის მერე ლაზერული სკანირების საფრენი აპარატი, რაც შეიძლება უცდები, მაგრამ საქართველოს საგამართლებლო სივრცეში მე მგონი ჯერ პირველია და ერთადერთი. იქნებ მე მაგ აპარატზეც ვისაუბროთ რისთვის აუცილებლად, იმიტომ რომ აი წარმოუდგენლად გამოსადეგი აპარატია და არ გვქონდა სამწუხაროდ. მაგრამ ეხლა გვაქვს. მე ისიც ლაშა უკაცრავად გავწყვეტნებ, რომ თქვენთან უბრალოდ ეს უნდა მე შენ უფრო დაწვრილებით ახსენებ, რომ თქვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე საკმაოდ მდიდარია და ფაქტიურად იმ ტექნოლოგიებს და იმ ტექნიკურ საშუალებებს ფლობთ, რომლებსაც სხვა წამყვანი ანალოგიური პროფილის ინსტიტუტები ფლობენ და ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ. ჯორჯიას პრემიუმ ნაკრები. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდება თურჩხელა, სვანური მარილი, ცხარე აჯიკა, ყვავილების თაფლობა, ქართული ღვინო. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. ახლა ბევრი მიმართულებით რა თქმა უნდა ჩამოურჩევით დასავლეთის უნივერსიტეტებს და საკვლევ ინსტიტუტებს, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიმართულებით არანაკლები შესაძლებლობები გვაქვს, როგორც ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ისე ტექნოლოგიებიც. რაც შეეხება აი ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართულობას კვლევებში, ეს რომ ახსენე, უცებ გამახსენდა აი ამ ზამთრის საველე გასვლა ექსპედიცია. ეს იყო ჯავახეთში, ანუ ზამთარში ჯავახეთში, რაც სინონიმია იმის, რომ დაახლოებით -10, -15 გრადუსი ტემპერატურა სამუშაო გარემო, ქარი და გასვლა შეეხებოდა რას. არსებობს ესეთი მონაცემი, ნახევრად ფორმალური, ნახევრად არაფორმალური, რომ ფარავნის ტბაზე, ეს ფარავნის ტბა არის საქართველოში ფართობით ყველაზე დიდი ტბა, ფარავნის ტბის ფსკერზე არსებობს სამარხი. ეს სამარხი არის არქეოლოგების კლასიფიკაციით ბრინჯაოს პერიოდის, ხოლო აი ეს თარიღი რო ვთქვათ 3000 შეიძლება 3500 წლის წინანდელი. ეხლა ცხადია ტბის ფსკერზე არავის დამარხავდნენ, ხო? ანუ წყლის ქვეშ არც მაშინ დამარხავდნენ, მით უმეტეს დღესაც არავინ მარხავს, ხო? ანუ გამოდის რომ როდესაც სამარხი აიგო, მაშინ იქ არ იყო ტბა. აი საუბარია 3500 წლის წინანდელ ამბავზე, რომელიც გეოლოგიურად, აი რა ვიცი, ერთი წამის წინანდელი ამბავია და ამ ერთი წამში მოხდა ის, რომ ფარავნის ტბამ დრამატულად შეიცვალა ფართობი. ანუ გაიზარდა მისი ფართობი. გაჩნდა ჯერ ერთი ხო? სავარაუდოდ არ გაჩნდა, იყო უბრალოდ პატარა იყო, აი ფიგურულად რო ვთქვათ, დაახლოებით ლისის ტბის, ანუ უფრო დიდი ფართობი ექნებოდა და შემდეგ უბრალოდ რაღაცა მოვლენების შედეგად გაიზარდა მისი ფართობი. თუმცა დიდად არ გაზრდილა სიღრმე, ახლა თუ სამარხის აგებისას მისი სიღრმე იქნებოდა დაახლოებით, არ ვიცი, მეტრ-ნახევარი, დღეს არის არ აღემატება 4 მეტრს, ეგეც იშვიათ ადგილებში. ჩვენი ამოცანა იყო, რომ აი ერთ-ერთი თანამედროვე ტექნოლოგიით, გეორადარით, ანუ მიწაში შემღწევი რადარის საშუალებით, დაგვესკანირებინა ფსკერქვეშა
გარემო. ანუ წყალი არა, ფსკერი არა და ფსკერის ქვემოთ რა ხდება. ანუ როგორ არის აგებული ეს ნალექები, იმიტომ რომ ნალექები ჩვენთვის არის რაღაცა ესეთი დაზიპული არქივი, რომელიც უნდა ანზიპი გაუკეთო, ანუ არქივი გახსნა და ამოიღო შეუფასებელი მასალა. ნებისმიერი მიმართულების დაწყებული არის პალეობოტანიკით დამთავრებული ჩვენი გეოლოგია, დედამიწის შესწავლების მიმართულებით უამრავი მონაცემის ნახვა შეიძლება იქ და პლუს ათარიღება პროცესების. თუმცა სანამ ამას გავაკეთებდით და სხვება გააკეთეს, მაგალითად გერმანულმა ჯგუფმა გააკეთა ეს კვლევა, შერეულმა გერმანულ-ქართულმა ჯგუფმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის წერტილოვანი კვლევები, წერტილოვანი მონაცემები რაღაცნაირად გადაგვება ერთმანეთზე და ეს გადაგვისთვის ჩავატარეთ სკანირება. ანუ ამოცანა იყო ის, რომ გვენახა რა იყო პალეო, ანუ ძველი ფარავნის კონტური. ანუ სად იყო ეს ძველი ფარავანი და რის მერე რა ასაკის მერე, რა თარიღის მერე გაიზარდა მისი ფართობი. მაგრამ რატომ აიზამეთ ზამთარში და -10 გრადუსში და ქარში, ხო? ეს გამომდინარეობდა ჩვენი სიზარმაცით, ან რა ვიცი, დამატებითი საქმის გამარტივებით, იმის გამო რომ ზამთარში უბრალოდ ტბა გაყინულია და ამ ტბაზე გადაადგილება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ სკანერის გადატარებისთვის არ არის საჭირო ნავი, კატერი ან შემდეგ ტალღებზე ტივტივი, მოკლედ მარტივია ლოჯისტიკურად რა. თუმცა აი აღწერე სამუშაო პირობები, ახლა უბრალოდ მაგალითი რომ მოვიყვანო, ტბაზე, გაყინულ ტბაზე ყავა რომ ადუღდებოდა, სანამ ჭიქა მოისმებოდა, უკვე გაციებული იყო. ანუ იმდენად სიცივეზეა საუბარი, თუმცა ახლა ახალგაზრდებზე რატო გამახსენდა ეს. ეს ექსპედიცია რომ დასრულდა, ჩამოვედით თბილისში და დანარჩენმა ახალგაზრდა თანამშრომლებმა რომ გაიგეს ეს სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები, მათაც მოუნდათ. ანუ როგორი ერთი შეხედვით არალოგიკურია, ხო? რაღაც საშინელი სამუშაო გარემო და პირიქით აერთნენ და გაუშვით ეს ექსპედიცია, რომ ჩვენ კი ერთი მხარე დავასკანერეთ, მაგრამ მეორე მხარე და სხვა ანტენებიც რო დასკანერებულიყო. ეხლა მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება. თუმცა აი როგორი ამბავია და დარწმუნებული ვარ, ბევრს შეიძლება აინტერესებდეს ესეთი კვლევები, ესეთ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ აი ესე რომ ჩაკეტილები ვართ ნაჭუჭში და არ ჩანს ხიბლი, ამ ჭალებში ხიბლი ასეთი საქმიანობის, შესაბამისად ინტერესიც ნაკლებია. ეს ამ კვლევის ამოცანა არ არის რაღაცა ესეთი უბრალო ინტერესის დაკმაყოფილება, როდის გაიზარდა ეს ტბა, ან რატო იყო პატარა და ეხლა რატოა დიდი, ხო? ანუ ეს არ არის ფან ფაქტის დასადგენი ექსპედიცია. აქ ამოცანა არის რამ გამოიწვია ამ ტბის დონის ცვლილება. ეს იყო კლიმატი, ეს იყო ადამიანური ჩარევა, თუ ეს იყო ტექტონიკა. ან იგივე სეისმოტექტონიკა. აი აქ უკვე გავდივართ პრაქტიკულ აპლიკაციაზე ამ კვლევის, იმიტომ რომ თუ ერთხელ მოხდა რაღაცა მოვლენა და იმან შეცვალა ტბა, ანუ ამ ტბა ამ შემთხვევაში არის აგენტი, რომელიც გვიყვება ინფორმაციას, რომ იქ რაღაც მოხდა. მაშინ ის შეიძლება კიდევ მოხდეს. რა შეიძლება კიდევ მოხდეს? იქნებ მიწისძვრა მოხდა და რღვევის გამო აზევდა ის ადგილი, საიდანაც ტბა გადმოდიოდა და მდინარე ფარავნად იქცეოდა, ხო? ხო, კიდევ ერთი საინტერესოა, როდეს ამბავია, რომ ეხლა დღევანდელი სისტემა როგორია, მდინარე ფარავნის ტბიდან გამოდის მდინარე ფარავანი. შემდეგ მდინარე ფარავანი შედის საღამოს ტბაში და შემდეგ საღამოს ტბიდან გამოდის და ხერთვისთან უერთდება მტკვარს. იმ სცენარში, როდესაც ფარავნის ტბა არის პატარა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მდინარე ფარავანი ფარავნის ტბიდან აღარ იღებს სათავეს და სადღაც ფარავანსა და საღამოს შორის ფორმირდება მისი სათავე. ანუ აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემაზეა ლაპარაკი, აბსოლუტურად განსხვავებულ ნალექებზეა ლაპარაკი და ეხლა ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მდინარის დანატოვარ ნალექებს სხვანაირი პარამეტრები აქვს, ტბის დანატოვარ სხვანაირი პარამეტრები და იქ სადაც არც ერთი იყო, არც მეორე და უბრალოდ ნიადაგი ფორმირდებოდა სხვანაირი. შესაბამისად, ესეთ ადგილებში სამშენებლო პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირ ფიზიკურ-მექანიკურ პარამეტრებზეა საუბარი. ესეთი შესწავლები, გარდა იმისა, რომ შეიძლება მართლა მიწისძვრა ან რაღაცა გეოლოგიური პროცესი, ან კლიმატის ცვლილების გავლენა, ან ადამიანური ჩარევა იყო და
ამის შესახებ თუნდაც წარსული იყოს უკვე, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზების შევსებისთვის. და ამ მონაცემთა ბაზებით მე მომავლის პროგნოზი კეთდება ხოლმე. რაც მეტი მონაცემია წარსულში, მით უფრო სანდოა მომავლის პროგნოზი. ამიტომ აი ესეთი წერტილოვანი ჩარევებით ხდება ხოლმე ამ ინფორმაციების ამოღება. ლაშა და შედეგი ჯერ არ გაქვთ. შედეგი ჯერ არ გვაქვს, ახლა რამდენიმე კილომეტრი დავასკანერეთ, ანუ დაახლოებით 10-მდე კილომეტრი დავასკანერეთ, თან ორი დავასკანერეთ, თან ორი სხვადასხვა სიხშირის ანტენით, ანუ ერთი იყო ისეთი ანტენა, რომელიც იყო დაბალ სიხშირული, ანუ ნაკლებ დეტალური, მაგრამ ღრმად ჩადიოდა, ხოლო ეს უფრო ექსპერიმენტის სახე იყო, ახლა 4 მეტრა ტბა და რამდენიმე მეტრა ტბის ნალექები, ანუ იქ რაღაც 30 მეტრაზე ჩასვლა არ გვჭირდებოდა, უბრალოდ ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ და მეორე ანტენა, რომელიც უფრო მაღალ სიხშირულია, შედარებით 30 მეტრზე აღარ ჩადის და 10 მეტრზე, 8 მეტრზე ჩადის და უფრო მეტი დეტალიზაციის საშუალებას იძლევა. თუმცა და გარდა ამისა, ეს იყო გადამკვეთი პროფილები, რომ 3 განზომილება მივიღოთ. ამიტომ მრავალი კილომეტრი იყო დასკანერებული და დრო ჭირდება ამის ანალიზ. თუმცა მანქანურად უნდა დაამუშავდეს ალბათ, ხო? თუ როგორ ხდება? კარგი იდეა. კარგი იდეა, უბრალოდ ამ ტიპის დამუშავებაზე ჯერ მანქანურ ეტაპზე არ გადავსულვართ და უფრო აი ნახევრად ავტომატურ, ნახევრად მანუალურ რეჟიმში ხდება დამუშავება. თუმცა ესე სიტყვა ფიგურულად რო ვთქვა, რეალურად რო ვთქვა, ვინ აკეთებს ამის დამუშავებას, ეს არის ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებიც არ ვიცი ერთ-ერთი ვინც მონაწილეობდა ბაკალავრიატის სტუდენტი იყო, მე ეხლა ვინც უნდა დაამუშავოს და ვინც უნდა დაამუშავონ დათო და დიტო დოქტორანტურის სტუდენტები არიან, თუმცა ნუ ახლა დათო მაგალითად ახლა ხანს გახდა დოქტორანტურის სტუდენტი დაამთავრა მაგისტრატურა. ანუ სტუდენტური კვლევებია ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ეს ადამიანები ჩვენთან მუშაობენ და ხალხებენ, ხო? ეს ის ხალხია, რომელიც ჩვეულებრივად ინსტიტუტის თანამშრომლები არიან, პლუს აკეთებენ სადოქტოროს, ხო? არიან სტუდენტები, ანუ ილიას უნივერსიტეტში ხა სადოქტორო კვლევა და სადოქტორო საფეხური უფასოა, სამაგისტრო გრანტზეა დამოკიდებული, მაგრამ ამის გარდა მუშაობენ ჩვენთან, იღებენ ხელფასს, ჩართულები არიან საგრანტო პროექტებში, სადაც მეტნაკლებად დაფინანსება არსებობს. რა შეეხება სამარხს, რამე გამოჩნდა, მართლაც არის იქ თუ მე მახსოვს რომ რაღაცა თითქოს ქვაფენილი კი არა რაღაც მისასვლელი ადგილი იყო თუ რაღაც ესეთ ლეგენდის იმაში მახსოვს რომ როცა კლებულობს ფარავნის დონე, მაშინო ჩნდება რაღაცა მეგალითური ეს მე მგონი ახლა ამბობ წალკის წყალსაცავზე, სადაც ნამდვილად დიდი ყორღანებია და ის არიტუალო გზები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ფარავანზე საუბარი, რომელიც იმხელა ყორღანი არ არის, ბევრად პატარა ყორღანია და საუბრობთ მეტიც უნდა იყოს. აი ესეთი დასკანერებების იდეა ისიც არის, რომ შეიძლება თუ არის მეტი კიდე, ის მეტიც აღმოჩნდეს. არის კიდევ მეორე ტბა ჯავახეთში, ეს არის ტაბაწყურის ტბა, სადაც ასევე იგივე კულტურის ძეგლი არსებობს. ეხლა მსვენელი ალბათ შენიშნავს, რომ რაღაც თავი წარვიდგინე დედამიწის შესწავლების მიმართულებით და აგერ რაღაც არქეოლოგიაზე და ესა ბრინჯაოს ძეგლებზე ვლაპარაკობ, მაგრამ აი ხა ხშირად გამოჩნდება, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და რაღაც ესეთი მყარი კედელი არ დგას მიმართულებებს შორის. აი კიდევ ერთი მაგალითია ტაბაწყურის ტბა, ტაბაწყურის ტბა, რომელიც ახლა ფარავანი არის ყველაზე დიდი ფართობის ტბა საქართველოში, ტაბაწყურში არის ყველაზე მეტი მტკნარი წყლის რესურსი, ხო? და საკმაოდ ღრმაც არის, ახლა 40 მეტრია სიღრმე, ხო, მაგრამ აქ მაშინ როცა ფარავანი მე მგონი 5-6 მეტრია რა მაქსიმუმი, თუ არც ხო, 2-3 მეტრი ზოგიერთ უბანზე 4-ს აღწევს. საკმაოდ თავთხელი ტბა არის. ტაბაწყურში არის კუნძული, ამ კუნძულზე არის იგივე კულტურის ძეგლი, მაგრამ ძეგლის ნაწილი წყალქვეშ არის. ეხლა როგორც სამარხს ისე ალბათ ამ ძეგლსაც წყალქვეშ არავინ ააშენებდა, აქაც იგივე ამბავი მეორდება, როგორც ჩანს, რომ რაღაცა პერიოდში, რაღაცა მოვლენების გამო ტბის დონე გაიზარდა და დატბორა წყალქვეშ მოაქცია ეს არქეოლოგიური ძეგლის ნაწილი. აგერ არქეოლოგია, აგერ დედამიწის შესწავლების მეცნიერება ერთმანეთში იკვეთება. ესეთი უამრავი მაგალითია, არ ვიცი ახლა. ამ ზაფხულის მაგალითი შეიძლება ვისაუბროთ. როდესაც ილიას უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოქტორანტმა მოგვართა გარკვეული ტექნიკური დახმარების თხოვნით. რაღაცა აპარატურის
ხარდაჭერა ჭირდებოდა, ჩვენი იმ აპარატურით ვერ დავეხმარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გჭირდებოდა, სამაგიეროდ სხვა რაღაცით დავეხმარეთ და ეს სხვა რაღაცა იყო გეოფიზიკური ხარდაჭერა, გეოფიზიკური სკანირება, პროფილირება და ამ მიმართულებით ხარდაჭერა. და ძეგლი არის ესეთი სახელით ხრამის დიდი გორა. ეს ხრამის დიდი გორა, აი საერთოდ ძალიან უცნაურია, რომ ეს ქვემო ქართლის რეგიონი აი ბოლნისი დმანისი კიდე ნაკლებად უფრო აქეთ აი მარნეულის მხარე და გარდაბნის მხარე. ძალიან ისეთი ჭყალებში ვთქვათ არაპოპულარული რეგიონებია საქართველოში. ანუ აი ადამიანი რომ დაფიქრდეს, სად შეიძლება რომ გაატაროს და დაისვენოს ან რაღაცა ექსკურსია გააკეთოს, აი ყველაზე ნაკლებად ალბათ შეიძლება იფიქროს, ეს არის სადახლო მარნეული, ისა რა ქვია, გარდაბნის სამკუთხედი, ხო? და ამ დროს აქ არის ძეგლები, აქ არის არქეოლოგიური ძეგლები, ნასახლარები, რომელთა ასაკი არის არა 35 საუკუნე, როგორც იქ ფარავნის ფსკერზე იყო, ან რაღა 35 საუკუნეზე მივდივარ, რა ვიცი, შუა საუკუნეების ზეგლები, ცხოველებით 1000 საუკუნის კი არა. 80 საუკუნე, ანუ 8000 წელი, 7000 წელი. და ეს ძეგლები ან ესეთი კულტურის სახელით არის ცნობილი, შულაუერის შემოუთეხეს კულტურის ძეგლები, რომლებიც არის როგორც ჩანს დაკავშირებული ამ პლანეტაზე მეღვინეობის დაწყებასთან, აგერ ეხა გამოიკვეთა პურიც, ხო, ანუ ხორბალი და პურის თემაც. მაგრამ ეხა განსხვავებით ხორბლისგან ეს მეღვინეობის საკითხი უფრო საინტერესოა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მაშინ როცა ეხა ხორბალი და პური შევა პირველად იმოთხოვნილებაა, რომ ადამიანი გადარჩეს, ღვინო არ არის ეგეთი მოთხოვნილების ობიექტი, ხო? ანუ ღვინო უფრო კომფორტთან არის დაკავშირებული და როგორც ჩანს, ამ საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნილება კომფორტის. ან რაღაცა რიტუალს, რელიგიური რიტუალის, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც არ არის პირველად იმოთხოვნილება, ანუ გადარჩება ფიზიკურად. და მაინც გამოიგონეს თუ შექმნეს ღვინო. ოღონდ ეს, როდესაც ამბობთ, რომ ღვინო შექმნეს, ეს დღევანდელი გაგებით რაღაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარში ვერ ვიკეტებით, ცხადია. ეხლა მაშინ საქართველოს სულ არ არსებობდა, ჩვენი წინაპარი, შევა ნახევრად წინაპარი ტომები არსებობდნენ, მაგრამ ეს კულტურა რაღაცნაირად სამკუთხედია იქ საზღვრების, ანუ საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და ამ კულტურის ზეგლები ამ სამკუთხედებში გადანაწილებული, შეიძლება დიდი კონცენტრაცია ჩვენ მხარეს არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთი ზონა. ხო, სამხრეთ კავკასიური ფენომენია, ხო? ესეთი ქართველებმა გამოიგონეთ ღვინო, ალბათ ეგეთი ის კონოტაცია მას არ შეგვიძლია მიცეთ, ხო? ხო, აი შეიძლება 1000 წლის წინ ვინ ცხოვრობდა იმ ადგილას, ძალიან საინტერესო კვლევა აქვს, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით გაკეთებული ამ ღვინოზე, გენეტიკურ მონაცემებზე და ლინგვისტურ მონაცემებზე. აი თვითონ სიტყვა ღვინო, როდის ჩნდება აღმოსავლეთ საქართველოში, როდის ჩნდება ზანურში, შემდეგ გენეტიკური მასალა როგორ მიესადაგება ამ მონაცემებს და დათარიღება. მოკლედ ძალიან საინტერესო კვლევა, ეხლა მაგაზე ვერ ვისაუბრებ დეტალურად. თუმცა ვისაც აინტერესებს შეუძლიათ ნახონ. ხო და ძალიან დამაინტერესა ეხა ამ ზაფხულს ამ რა ქვია, ამ მიმართულებამ, უბრალოდ ესე ჰობის დონეზე დაიწყო ეს ინტერესი, რომ აი ვინ იყო ეს ხალხი, ვინ იყო ეს საზოგადოება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აი ეხა უკვე ისეთი კარგი ცხოვრება დაუდგათ, რომ მოდი ელემენტარული ჭამის გარდა, მოდი ეხა ვინით გაერთონ. მერე დავიწყეთ ძიება არქეოლოგიური რეპორტების. დაწყებული ავიც 70-იანი წლებიდან და ეხა საქართველოს შეიძლება მარტივად მოიძებნება, მაგრამ მე ინტერნეტში ვეძებდი და ერთ-ერთი უცხოური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მივაგენი ამ რეპორტებს და ძალიან საინტერესო ისინია, რა ქვია, არტეფაქტებია ნაპოვნი, ქალის გამოსახულებების სახეზე გარკვეული, არ ვიცი, ტატუებით თუ მძივებით, რაღაცა ის
ისე გასართობად რო თქვა, თითქოს ბოჰემური საზოგადოებაა რა, აქეთ ღვინო, იქეთ რაღაც ესეთი სამკაულები და რაღაცა და საუბარია 8000 წლის წინანდელი საზოგადოებაზე რა, ანუ გამყინვარება ახალი დამთავრებულია. ნუ შეიძლება ეს გამყინვარება დამთავრდა ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ღილაკს დააჭირა და ეგრევე ახალი კლიმატი წამოვიდა. ხო, რაღაც გარდამავალი ზონაა და ეს გამყინვარება რო იწובה 11700 წლის წინ დამთავრდა, აი ეს ხალხია რაღაც 8000 წლის წინ, აი იმ პერიოდში ცხოვრობენ, როცა შეიძლება დასახლება, შეიძლება გაკულტურება ზოგადად მცენარეების, დაიწყეს ქალაქის ტიპის დასახლებები და ერთ ადგილას დასახლდნენ და აღარ იმაშობიან, შეიძლება კიდე დაძრდიან და მონადირეობაში ამგროვილობასაც ეწევიან, მაგრამ პარალელურად დაფუძნებულები არიან ერთ წერტილში. და აი ეს მისათმოქმედება უკვე არსებობს ხო ხა ვენახ სხვანაირად ვერ იმას იზამ ხო ღვინოს თუ მიწათმოქმედი არ ხარ ხო აი ეგეც კიდე სხვა საკითხი შეიძლება ხა ვენახი არ ქონათ იმიტომ რომ რაღაც ეს სახეობა დამაუწყ ველური ვაზია შეიძლება ვინის ვიტიფერა ხო ისე ველური ეხა ამაზე არ გადავიდეთ უბრალოდ სად მივდივარ რომ ამ იმაზე რეპორტის კითხვისას შევნიშნე ესეთი რაღაც რომ იქ წერია რომ ესეთი ამ პერიოდის ძეგლი არის 10-ობით რაღაცა 20-მდე თუ რაღაც საქართველოს ხარეს ასე შემდეგ და ამდენი ძეგლიდან ორი ძეგლი გამოირჩევა იმით რომ ამ მათ ნაგებობებს მიშენებული აქვს კონტრფორსები ეხლა რა არის კონტრფორსი? არის შეიძლება ბევრს უნახავს, ბევრ დეტალში რო არ წავიდე, მაგალითად ურბნისის ტაძარზე მიშენებული რაღაც უცნაური მსუქანი ნაგებობა. ან კახეთში აი განსაკუთრებით კახეთის მეფე იყო ალექსანდრე მეორე და იმის პერიოდში დაიწყეს ტაძრების გამაგრებები და ამ კონტრფორსების, ამ დამატებითი გამამაგრებელი საინჟინრო ნაგებობების მიშენება კედელზე, იმიტომ რომ აი მაგალითად ალექსანდრემ რატო დაიწყო, მოხდა მიწისძვრამ დაანგრია ეს კედლები და ეს კონტრფორსები მიაშენა, რომ ამიერიდან კიდე თუ მოხდებოდა მიწისძვრა, აი ამ კონტრფორს გაეჩერებინა. აი მაგ ინერციით დავინტერესდი ახლა, ანუ აი ეს ამ ორ ძეგლზე, ნუ ერთ-ერთი არის ეს ხრამის დიდი გორა, რატომ არსებობდა ეს კონტრფორსები? ხო, კონტრფორსები გარდა იმისა, რომ შეიძლება მიწისძვრის ეშინოდა, შეიძლება იმიტომ უბრალოდ იმიტომ არსებობდა, რომ რავი, ცუდად ააშენეს და იგრევდა ეს კედელი და მერე მიაშენეს გამამაგრებელი ნაგებობა, მაგრამ იქნება ასე არ იყო, ხო? აი ეს. მაშა უკაცრავად ეს კონტრფორსები არის მიშენებული იმ 8000 წლის წინანდელ შენობებზე თუ კი, იმ 8000 ეკლესიებზე რო არ გადავიდე, რო არის ვიფიქრონ, რომ მხოლოდ ეკლესია. არა, იქიდან მოყოლებული აი ეს ადამიანები დღემდე აი კონტრფორსებს დამჭერებია ხო ესეთი. კი, დამატებითი დამჭერებია, რომ ეს კედელი არ გადაინგრევა. როგორც ჩანს, აი 8000 წლის წინაც ამას იყენებდნენ რა. ან შეიძლება 7000 წლის წინ. და აუ დღემდე. იგივე აი ეს თბილისში რომ გადავადგილდებით და ფერდის გასამაგრებელი ჯებირები რო აშენებული, ზოგიერთი იმ ჯებირებსაც აქვს ეს მიშენებული, რომ დამატებითი სიმყარე კონდეს და არ გადმოიქცეს. თუმცა აი იქიდან ჯერ კიდე იმას დაიწყეს, ან შეიძლება შუმერებმა დაიწყეს, მაგრამ პოშტოში ამათაც ჰქონდათ, მაგრამ მე გამიშა კითხვა, რატომ მაინც ამ ორ ძეგლზე და არა დანარჩენ 20-ზე? ანუ იმათ რატო არ ენგრეოდათ? იმათ კარგი ინჟინერი ყავდათ თუ რაღაცა სხვა გარემოში სახლობდნენ. დავიწყე მე თვალიერება რელიეფის ელემენტების, მდინარეების და შევნიშნე ესეთი რაღაც, რომ აი ამ ხრამის დიდი გორიდან სამხრეთით რამდენიმე 100 მეტრში მთა არის გადაადგილებული. ეხლა რას გულისხმობ გადაადგილებულ მთაში? წარმოიდგინეთ, გვაქვს ესეთი ტორტი, ეს ტორტი გავჭრათ შუაზე და ერთი მხარე წინ წავწიოთ. ამ ტორტს ზემოდან რო დავხედავთ, ის აღარ იქნება რაღაც მრგვალი, აღარც ოვალური, ეს იქნება ორი ნახევარსფერო, რომელიც ერთმანეთის მიმართ გადაადგილებულია. აი დაახლოებით ეგეთი გადაადგილების კვალი ჩანს ამ ერთ-ერთი ხრამის დიდი გორას სამხრეთით. შემდეგ რომ გავედევნოთ უკვე ჩრდილო-დასავლეთისკენ, იქ არის მდინარე ხრამი, მდინარე ალგეთი, მდინარე პალეოალგეთი, ანუ ალგეთის ძველი კალაპოტი. მდინარეების კალაპოტი ძალიან უცნაური ფორმის არის, იმიტომ რომ ეხლა მდინარე წინა იმაზეც რა ქვია ჩაწერაზე ვსვით რომ ზარმაცი ადამიანი ვით არის რომელსაც ძინავს, ანუ ის ცდილობს რომ გადაადგილდეს რაც შეიძლება მოკლე გზით, გადაადგილდეს მარტივად, ნაკლები ენერგიის დახარჯვით და თუ მძინარე ადამიანს ბალიში გამოაცალე და ის რაღაც იწყებს მძინარეს ეგეთი
ტრიალით გამოირჩევა, იქამდე სანამ არ დაუბრუნება თავის პირველ პოზიციას, თუმცა ეს მდინარეები, ეს ხრამი, ალგეთი და პალეოალგეთი, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონდეთ ესეთი წესით ლოგიკური და მარტივი კალაპოტი, თავიდან იწყებენ ლოგიკური და მარტივი კალაპოტით და იმ გადაადგილებული მთის გაყოლებაზე ჩრდილოეთში პატარა თანაცვლება აქვთ. ერთსაც, მეორესაც და მესამესაც. საით მიყავს ეს საუბარი. ეს არის ნიშნები, რაც მაიძულებს ახლა მაშინ დასაწყისში ახსენეთ, რომ კონფერენციაზე ვარ და 18000 ჩემი კოლეგა მონაწილეობს ამ კონფერენციაზე. და უდიდეს საშუალებაა, რომ მათ შევხვდე, ვისაუბროთ, განვიხილოთ საკვლევი პროექტები და ერთ-ერთი თემა ეს იყო, რაც განვიხილეთ და ანუ აი ძალიან საინტერესო ისინი ამ ნიშნები ამ რეგიონში იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ ხომ არ არის აი ეს გადაადგილებები ტექტონიკურ რღვევასთან დაკავშირებული. ტექტონიკური რღვევა რა არის? ეს არის ქანების გადაადგილების ან გეოდინამიკით გამოწვეული ქანების გადაადგილებით მიღებული ეფექტი, რომელიც იწვევს ამ კონკრეტული ქანების წვეტას, გახლეჩვას და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებას, ერთმანეთის მიმართულებით, საწინააღმდეგო მიმართულებით ან ჰორიზონტულად, მაგრამ ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს გადაადგილებები შეიძლება თანმდევი იყოს მიწისძვრის, ან მიწისძვრის გარეშე ხდებოდეს ეს გადაადგილება. ანუ თუ გაიჭედა გადაადგილება, მაშინ ის გაჭედილი იქნება გარკვეული პერიოდი, საუკუნეები, ათასწლეულები, მაგრამ მერე გასხდება და ეს არის მიწისძვრა. თუ არ გაიჭედა, მაშინ რღვევის გარეშე მიწისძვრის გარეშე გადაადგილდება და მაინც გვექნება ესეთი გაჭრილი ტორტივით მთა. ძალიან საინტერესო ისა გუშინ განხილვისას შევნიშნეთ უკვე ძალიან საინტერესო მთა არის თვითონ ეს, იმიტომ რომ პატარა მშრალი ხევი ჩამოდის და ნაცვლად იმისა რომ ერთიანი ხეობა იყოს, ეს ხეობაც გადაადგილებულია. ლაშა რა ქვია ამ მთას და თქვა ბერდუჯის ქედზეა ლაპარაკი, რომელიც სასაზღვრო ზონაა საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. და ნუ გამოზიდვის კონუსი არსებობს და რამხილაც ანუ დინარის გამოზიდვის კონუსი, ანუ როცა დინარე მთიდან გამოდის სწორ რელიეფზე, ის მას აღარ აქვს ენერგია, რომ მასში ეგრეთ წოდებული რიყის ქვები და ტალახი ათრიოს და ყრის ამ ტვირთს. და ეს დაყრილი ტვირთი ყოველთვის ხშირად არის აი მიმსგავსებული მარაოს ფორმის, ამიტომ პანიკვია. კონუსური ფორმა აქვს ასეთი. კონუსური ფორმა, ან კონუსური ან მარაოს ფორმა აქვს და საკმაოდ ისეთი ამ მასშტაბისთვის დიდი გამოზიდვის კონუსი არსებობს იქ. მაგრამ ამ გამოზიდა, ანუ ის აუზი, საიდანაც რომ გამოზიდულიყო, თითქმის იგივე პატარაა რა. მაგრამ რომ დააკვირდე ზედადინებას, შენიშნავ რომ ამის გაგრძელება ზედადინებაში უბრალოდ გადაადგილებულია. აი გადაჭრილი ტორტის ეფექტი ისე რა. ხო. ანუ საკმაოდ ბევრი ნიშანია იმის, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი და შუაში ეს ძეგლია, ხრამის დიდი გორა. საკმაოდ ბევრი ნიშანია იმის, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხომად ცხოვრობდა ზედ რღვევაზე, რომელზეც ალბათ მიწისძვრა მოხდა. ეს არის კითხვის ნიშნის, ანუ კითხვები, რომელზეც ალბათ მიწისძვრა მოხდა და ამ მიწისძვრის ეფექტი ამ ხალხისთვის ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე 15 კილომეტრით დასავლეთით, ან 10 კილომეტრით სამხრეთით. იმიტომ რომ ზედ ამ მოძრაობაზე იჯდნენ. ზედ ამ მოძრაობაზე ისხდნენ და იმათგან განსხვავებით არ იყო დისტანცია, რომ ეს ტალღა დამცხრალიყო. ეს არის კითხვა. მაგრამ იმისთვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, მაგალითად უკვე ამ სემესტრში ჩვენი მაგისტრანტი მუშაობს ერთ-ერთ მიმართულებაზე, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. მაგისა ამ კვლევის თემა არის რა. ეხლა რაღაცა 80 საუკუნის წინანდელი ეს მეღვინე ხალხი, აგერ სავარაუდო კითხვის ნიშნის ქვეშ არსებული ნიშნები, რომელიც შეიძლება რღვევას მიანიშნებდეს და ეხლა სად შემოდის სატელიტი. სატელიტებზე, ზოგიერთ სატელიტზე აყენია რადარი, აი ჩვეულებრივი მანქანა რო გადაადგილება და სიჩქარის რადარი რო ზომავს, მიცი გადაადგილების სიჩქარის რო ჯარიმა გამოწეროს აღარა. აი იგივე ტექნოლოგია აყენია სატელიტებზე და მუდმივად იზომება სატელიტზე არსებულ რადარს და დედამიწის ზედაპირს შორის დისტანცია. და ეს იზომება წარმოუდგენელი სიზუსტით, ისეთი სიზუსტით, რომ ჩვენ შეგვიძლია წელიწადში რამდენიმე მილიმეტრი გადაადგილების ზედაპირზე არსებული გადაადგილების დაფიქსირება. აი ხა ამ ხო, მან ერთი მინუსია, რომ ეს გადაადგილება როგორ შეიძლება ჩვენ შეიძლება გავიქცეთ, ეს იქნება
ანუ სწორ ქუჩაზე გავიქცეთ, ეს იქნება ჩვენი ჰორიზონტული გადაადგილება, მაგრამ ჩვენ შეიძლება ახვდეთ. ეს იქნება ჩვენი ვერტიკალური გადაადგილება, ხო? აი ის გადაადგილება, რომელსაც ეს რადარი ზომავს, არც ჰორიზონტულია, არც ვერტიკალურია, ორივეს ნაზავია, იმიტომ რომ ის ზომავს რადარს და ზედაპირს შორის, აი რაღაცა რამდენი გარკვეული დახრის ყოფ დისტანციას და არ არის სამწუხაროდ ეს არ არის 90 გრადუსი, ან საბედნიეროდ. ერთ სიტყვით ეს მაგისტრანტი, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ამ სემესტრში აკეთებს კვლევას, რომ შეამოწმოს ხომ არ აისახება ეს სავარაუდო გადაადგილება სატელიტურ რადარის მონაცემებზე. და თუ აისახება, ეს იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აი უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ ახლა ვიზუალურად რას მივიღებთ ამ კვლევით, ესე ვიზუალურად მივიღებთ, რომ ერთი მხარე იქნება ლურჯი, მეორე მხარე იქნება წითელი. ანუ ერთი მხარე უფრო სწრაფად გადაადგილდება რაღაც მიმართულებით, მეორე მხარე უფრო ნელა, ან ერთი მხარე ერთი მიმართულებით მიდის, მეორე მხარე მეორე მიმართულებით მიდის. ან არაფერი არ იქნება. ეგეც პასუხია, რომ აი სატელიტურ რადარზე ეს გადაადგილება ან არ ჩანს, ან საერთოდ არ არის და იმიტომ არ ჩანს. ლაშა, შენ რა თქმა უნდა დღევანდელ გადაადგილებაზე საუბრობ, ხო, რომ თუ ეს რღვევაა და თუ ეს თქვა ფილების რაღაც მოძრაობის რაღაცა, ესე დღესაც მოძრაობენ ისინი, ხო? ხო, აი შეუმჩნევლად, მაგრამ რადარმა შეიძლება დააფიქსიროს ამას. ფლად ეგრე ვერ ვიტყვით, ანუ ეს კვლევა რაც იქნება, ეს იქნება აი დღეს რა ხდება. ხო. ანუ ეს არ გულისხმობს, რომ ხვალაც ესე იქნება, ან შარშანაც ასე იყო. აი დღეს რა ხდება, ხო? მაგრამ იმისთვის რომ დავადგინოთ რა ხდებოდა 80 საუკუნის წინ ან 100 საუკუნის წინ, მან უკვე ესე უბრალოდ სამაგისტრო კვლევა აღარ კმარა და მან უკვე შემოდის, აი ზუსტად მაგიტო იყო გუშინდელი შეხვედრა, მან უკვე შემოდის პროექტი. პროექტი თავისი ბიუჯეტით, თავისი პარტნიორებით, თავისი ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში ხელმისაწვდომი. რას გულისხმობს ახლა ეს? მე ვახსენე გადაადგილება. აი დავუშვათ გადაადგილება ამ ტორტის ორი ნაჭერი ერთმანეთის მიმართ გადაადგილდა 100 მეტრით, ხო? რა არის ამ გადაადგილების სიჩქარე? ამ გადაადგილების სიჩქარე შეიძლება სამაგისტრო კვლევის ფარგლებში დავადგინოთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავადგენთ. ხო, და დავადგინოთ, რომ არის დავუშვათ, ესე იგი, სიჩქარე არა, გადაადგილება არის 100 მეტრი და რა არის სიჩქარე? ანუ რამდენ ხანში გადაადგილდა 100 მეტრით? ამას დაჭირდა 100 მილიონი წელი თუ 100,000 წელი. აი მან შემოდის უკვე დათარიღება. მან შემოდის გეომორფოლოგია, გეოლოგია, ან ჭრილების აღწერა, ნიმუშების აღება, დათარიღება სხვადასხვა მეთოდით, რაც შესაძლებელი იქნება იმ თუ გამოვიდა იმ პროექტით, ეს იქნება რადიონახშირბადული, ანუ C14, ეს იქნება ოპტიკურ ან თერმოლუმინესენსური, ეს იქნება სხვა მეთოდი, არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ დათარიღება, რომ აი კონკრეტული დასაწყისიდან დაბოლოებამდე არის რაღაც გასული 60,000 წელი სიტყვაზე, 60,000 წელში გადაადგილდა 100 მეტრით და უკვე სიჩქარის დათვა შეიძლება. სიჩქარის დათვა ოღონდ ზედაპირზე. ჩვენ არ ვიცით სიღრმეში რა ხდება. აი მე უკვე უნდა გადავინაცვლოთ დინარეებზე, იმიტომ რომ დინარეებში ჩაჭრილი აქვს თავისი კალაპოტი და ეს არქივი კარგად ჩანს, იქაც აღწერები, იქაც დათარიღებები. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ არ არის გამორიცხული პალეოარხი ან პალეოკალაპოტი ჩანდეს მოქმედ მდინარესა და ამ ძეგლს შორის და რა იქნება ეს პალეოარხი იქნება თუ არხსა და კალაპოტს შორის განსხვავება არხი ხელოვნურია, კალაპოტი ბუნებრივია. ხელოვნურად გააკეთა ამ 80 საუკუნის წინანდელმა ხალხმა საირიგაციო არხი თუ ბუნებრივად მდინარე იქ გადიოდა 80 საუკუნის წინ და ეხლა გადაინაცვლა ჩრდილოეთში, ესეც შესაძლებელია, იმიტომ რომ იგივე რეგიონში ჩვენ გვაქვს კვლევა დაახლოებით 10 წლის წინანდელი, როცა ნახეთ, რომ ეს პატარა მდინარეები, დებედა, ხრამი, ალგეთი, მაშავერა კი არა, მტკვარიც კი, ბოლოს სულ რაღაც 20,000 წლის განმავლობაში გადაადგილდა 15 კილომეტრით აღმოსავლეთით და მე უკან დაბრუნდა, ისე იაღლუჯა მარნეულის მიდამოებში. ანუ ესეთი გადაადგილებები ხდება, თვალისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ გეოლოგიურად ძალიან სწრაფად ჩვენს რეგიონში. ამიტომ ხო, ერთი საინტერესო კითხვა ის არის კიდევ. ანუ ეს არის გორა, ხრამის დიდი გორა ქვია თან, ხო? ჩვენ რო გავაკეთეთ აქ გეოფიზიკა, დაემთხვა არქეოლოგიურ მონაცემებს, რომ ეს 70-80 საუკუნის ფენა არის სადღაც -8 მეტრზე, ანუ ზედაპირიდან 8 მეტრზე, რომელიც ძალიან ახლოს არის დღევანდელ მდინარის დონესთან. ანუ ერთ-ერთი ახლოს არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს არის. რამხელადაც აქვს ჩაჭრილი მდინარეს, ხო? ხო, აი სადაც მიედინება მდინარე, ის ხალხიც იგივე დონეზე ცხოვრობდა. დაახლოებით, ცოტა მეზე,
ხო და აი ეხლა კითხვა ეს არის რომ ეს ხალხი იყო შტერი და ჭალაში ბინადრობდა და ყოველწლიურად იტყორებოდა თუ ეს ხალხი არ იყო შტერი არ ცხოვრობდა ჭალაში და მდინარე იყო უფრო დაბლა ვიდრე ეს ხალხი და მე მდინარე ნენელა ამოიწია მაღლა მოგრეთ ლაშა ესეთი რამე ხო შეიძლება თქვა რაც ნილოსზე ხდებოდა ხა ელოდებოდა ის ხალხი ნილოსის გადმოსვლას ხო იმიტომ რომ მე რჩებოდა შლამი რომელიც იყო ძალიან ნაყოფიერი და ფაქტიურად ნილოსის ადიდება იყო ეგვიპტელებისთვის უზარმაზარი დღესასწაულის ტოლფასი და აქაც დაახლოებით ეგეთი რამე ხო არ ხდებოდა თქვა მაგრამ ეს ახლობდნენ ხო ანუ ხო აი ხა არ ვიცი იქ ეგვიპტელები არ ქონდათ უბრალოდ შეიძლება დღეს რო ვერესხეობაში სახლები შენდება დაახლოებით იგივე რამეს აკეთებდნენ მაშინ ხო რაღაც ხო ანუ ეს საინტერესოა ანუ მე არ ვიცი უბრალოდ ის ეგვიპტელები იმ დათხოვის არეალებში სახლობდნენ თუ სხვაგან და აქ უბრალოდ სამეურნეო მიწები ჰქონდათ იმიტომ რომ აი ეს ხალხი იქ არა მარტო სახლობდა ანუ ღვინოს აკეთებდა ქვევრი ჰქონდა ანუ არ ვიცი ვერ გააკეთებდა ამ ღვინოს ქვევში იმიტომ რომ ქვევში ჩავიდოდა მდინარის ხალხი შევა ჩადიოდა კიდეც არ ვიცი ყავყალა ღვინო იქნა ხო ისე ძალიან საინტერესოა რომ აი ესე იგი ესე საინტერესო გეოლოგია შეიძლება იყოს ეს გეომორფოლოგიური პროცესები აი არქეოლოგიურად ხო უპირობოდ საინტერესოა ხო ანუ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა რომ კაცობრიობის დონეზე საინტერესოა რომ შეიძლება ხო შეიცვალოს მონაცემები მაგრამ დღეს რაც ვიცით ღვინო მან შეიქმნა და რომ ჩახვიდეთ ან შეიძლება ნამყოფიერებასო აი სადაც ეს ღვინის ის არის თემა აღმოჩენილი ეს გადაჭრილი გორა აგერ ხრამის დიდი გორა შენი თქმის არ იყოს აი მეც მაგის სხერპლი ვარ ანუ ის რაც ყურის ძირში გვაქვს თბილისიდან და არის ძალიან საინტერესო ძალიან ბევრმა არ იცის უბრალოდ და როცა სადღაც წასვლას აპირებენ მიდიან ხოლმე სხვა მიმართულებით ხო არ არის პოპულარული მიმართულება და რაღაცა ვერ ვაკეთებ ეს ამ ყველაფრის პიარს მაგრამ ნუ ჯერჯერობით ანუ მეცნიერები მუშაობენ იქნებ ჯობს კიდეც რომ ასე შეიძლება ხო იმის არ იყოს რა ქვია მარტვილის არ იყოს მარტვილის განიონის არ იყოს ხო შეიძლება მაგრამ აი ყოველ შემთხვევაში პოპულარული ახლა რა თელმა სოფლიო მიცის რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა კიდევ დღეს ესეთი მონაცემები შევა ხვალ ჩინეთში რაღაც აღმოჩნდეს მაგრამ დღეს ესეთი მონაცემებია და საქართველოს ღვინის სამშობლოა და ფოკუსი არის კახეთზე ძალიან კაია კახეთზე როა მაგრამ ეს ღვინის სამშობლო წერტილი რაც არის ეგ არის ეს მარნეულის ხარე ქვემო ქართლი და რომ ჩახვიდეთ იქ ერთ ჩიქა ღვინოს ვერ გასინჯავთ, ღამე ვერსად ვერ დარჩებით და ტურიზმი არის ნული. რა ღვინოს აკეთებდნენ მაშინ, აი იგივე სახეობის ღვინო. მოგრეთ ის ძალიან არაპოპულარული შეიძლება არ იყოს day trip-ი, ანუ დილით შეგიძლიათ წახვიდეთ და შუადღით დაბრუნდე ისე ახლოს არის. და ეს ძეგლები სან ისე ახლოს არის, რომ რაღაცა 2 საათი შეიძლება 5 ძეგლი მოიარო. 5 ერთ და იგივე კულტურის, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით გამორჩეულები ახლა იქ გადაჭრილზე თუ ღვინო ანაპოვნი, აქ დიდგორაზე ის ცნობილი ჯანაშიაში როდეს ცნობილი ქვევრი ტევანი როა გამოკვეთილი რელიეფით, ხო? აი ეგ არის ნაპოვნი. მაგრამ ნუ თუნდაც ტურისტი რო ჩამოდეს, ახლა ვის მიხავს ტურისტი იქ რო აგერ ღვინის რეგიონი გაჩვენო, ხო? ანუ სხვა ღვინის რეგიონი შევა გურია უფრო დაკლასიფიცირდეს ან იმერეთი ან ნუ ახლა კახეთი ცხადია და შიდა ქართლი ვიდრე ქვემო ქართლი. ხო, ნუ ახლა ჩვენ მაინც მიგვაჩნია რომ ქვემო ქართლი რაღაც აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორია დღეს, მაგრამ რატომღაც გქონია რომ ყოველთვის ასე იყო და თქვა ეს ხალხი რომელიც ღვინოს არ მოიხმარს და მათ კულტურაში არ არის ასე როცა 80 საუკუნეზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვა კულტურასთან და სხვა ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლებიც ახლა ქვევს რო აკეთებ, ახლა შენ რო თქვი, რომ ის ველურად იზრდებოდა და შეიძლება არ მოყავდოთ, ქვევრის გაკეთება ადვილი საქმე ხო არა? ქვევს აკეთებ, ესე იგი შენ რაღაცა ის მოსავალი, რომელსაც მიიღებ, ის უნდა დააბინაო ძალიან რთულ ამ აგრეგატში, ხო? ქვევრი, ეხლა მე რო დამსვა ქვევს ვერ პატარა ქვევსაც ვერ გავაკეთებ. და იქ ხო საკმაოდ რამდენიანია, საკმაოდ დიდი ქვევრებია, ხო ისეთი რომ აუ ის ბავშვის სიმაღლე ქვევრია ხარ, რამდენადაც მახსოვს რომ ნახე, ბავშვის სიმაღლე ქვევრია, ესეთი მუცლი არის. 50-60 ლიტრა ხო ჩავიდა და შეიძლება მეტი, შეიძლება არ მახსოვს ახლა ხო.
ყოველ შემთხვევაში მანდაც იქ მივდივართ, ანუ აი ხა წეღაროვი ხომ ბოჰემური საზოგადოება, მანდაც 1000-ზე მივდივართ, ანუ ხელოვნებაზე მივდივართ, რომ ეხლა შენ რო აღწერე ის ვერ გავაკეთებდი ქვევს, ამ ხალხმა უბრალოდ ქვევრი კი არ გააკეთა. იქ ხელოვნებაზეც იფიქრა და მტევანი გამოსახა რელიეფურად და ასე შემდეგ. ძალიან ისე გამოგიგზავნე, მე ძალიან ესეთი საინტერესო ფიგურებია ნაპოვნი მაგ ძეგლზე და ეს სამკაულებიანი თუ ტატუიანი ქალების და ასე შემდეგ. ეს ის პერიოდი ხო არ არის? ხო, ენეოლითური მადონები რომ ხო, როგორც ასე ღვთაებებია ესენი რა, მაგრამ ნუ აი მაგას აქცევენ ყურადღებას, რომ უბრალოდ ქრიანა გადარჩენ, ანუ თან კარგად უნდა იცხოვრონ და იქ რაღაცა ისინიც მოიმადლიერონ სულიერი ძალები და რაღაცები. მოკლედ ძალიან საინტერესო თემაა ეს და უბრალოდ საინტერესო კი არის აი ეს რღვევის სავარაუდო რღვევის და თან ხა საქართველოში მიწისძვრები არავის არ გვიკვირს კი არა და ათასობით ხდება ყოველწლიურად ხა არ ვაცადებთ ესე და ვებგვერდზეც კი ანუ ES ილიანური ედუჯის ვებგვერდზეც კი ყველა მიწისძვრას კი არდებთ ანუ ვდებთ მიწისძვრა რომელიც გარკვეული სიმძლავრეზე უფრო მაღალია რაღაც 3 მაგნიტუდაზე უფრო ძლიერია და 3 მაგნიტუდის ქვემოთ რო ნახოთ რა ხდება არის აი პანტაპუნტი ხდება მიწისძვრები ახლა მაგრამ რღვევები რომლებიც ამ მიწისძვრას აკეთებენ არ ჩანს რეგიონში საქართველოში კი არა რეგიონში კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რაჭის მიწისძვრა თუ რავი ზემო იმერეთის საჩხერის მიწისძვრა 7 მაგნიტუდა რა რღვევაზე მოხდა დღემდე უცნობია ანუ რელიეფში არ არის ასახული მიგნებული არ არის თუნდაც ახლა 7 მაგნიტუდის მიწისძვრა რელიეფზე კვალი უნდა დატოვოს არ არის ესეთი კვალი მიგნებული და ანუ ეს მიწისძვრის გამომწვევი რღვევები რაც ძალიან მნიშვნელოვანია სეისმური საფრთხის შეფასების და საბოლოო ჯამში სამშენებლო ნორმების და სამშენებლო ობიექტების პროექტებისთვის ხო? იმაზე არ დასვა ხო? თქვათ ან თუ იმაზე სვა ვიცოდე იმ რღვევის პარამეტრები და სლიპრეი ანუ გადაადგილება რა აქვს რა მაგნიტუდის მიწისძვრის გამომწვევა შეუძლია რა დაცხრომა შეუძლია ეს პარამეტრიზაცია უნიშნულოვანესია საფრთხების შეფასებისას და ამ დროს საქართველოში ჯერ 1.5 ქვეყანა ტყით არის დაფარებული და მეორე 1.5 კიდე ანუ ბრმა blindfold-ი ქვია ანუ დამალული რღვევებით არის წარმოდგენილი და ამ დროს აქ შეიძლება გქონდეს აი ეს რელიეფში ასახული რღვევა თან აქტიური რღვევა რომელიც მიწისძვრას აკეთებს და აგერ საწყალი შეიძლება იმათ განიცადეს ეს მიწისძვრა და მაგიტომ მიაშენეს ის კონსტრუქციები ხო ანუ აი ესეთი რაღაცა მინიშნებებით, რომელიც საერთოდ არ არის დედამიწის შესწავლის მიმართულება, ხო, აი არქეოლოგია, შეიძლება ანთროპოლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ იქიდან აღებული მინიშნებებით შეიძლება გავიდეთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ სამშენებლო მიმართულებით აქტუალურ მონაცემებზე. ისევე როგორც აი იმაში რა ქვია, შუა საუკუნეების ისტორიაში ხა თმოგვის მიწისძვრა, ალავერდის მიწისძვრა, გარეჯის მიწისძვრა, სვეტიცხოვლის მიწისძვრა მაშინ ხო სეისმოგრაფის სენსორები არ არსებობდა. იქ ვიღაცას რო არ ჩაეწერა, რომ ის დაინგრა. ხო, დღემდე არ გვეცოდინებოდა და ამ დროს ამ მიწისძვრას თავისი განმეორადობები ახასიათებს. თავისი ციკლურობა შეიძლება ახასიათებდეს და თუ კარგად შეისწავლი წარსულ ქცევებს, აუ გადაიტან მომავალში და ეხლა ამინდის პროგნოზისნაირ პროგნოზს ვერ დადებ, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა გექნება რა არის ამ რღვევაზე მიწისძვრების განმეორადობის ინტერვალი რა. ხო, აი ეს ვაჟო ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა რო ვფიქრობდი, ჩემს დროს მაინც ეს ყველა სპეციალიზაცია იყო ძალიან თავისთვის იყო რა და დღეს უკვე კომპლექსურია ეს ყველაფერი. ეხლა შენ რამდენი რამე ჩამოთვალე, ხო? გეოლოგია, არქეოლოგია, მშენებლობა, ანუ რაღაც ერთი კვლევით შესაძლებელი არის აი ყველაფერი მოიცვა, ხო? ადამიანმა და ძალიან საინტერესო დასკვნები დადო და აი ასეთები ნიკა თუშაბრამიშვილთან ერთად გქონდათ თქვენ ხო მე მგონი ღვინეებთან დაკავშირებული აი იმერეთის ღვინეებთან დაკავშირებული ანუ ეს კარგი ხნის დაწყებული ახლა ნიკა ბოლო პერიოდში უკვე ზღვის იმაზე მუშაობდა ზღვის არქეოლოგიაზე სამწუხაროდ და კარგი ეს ჯავახეთი და ხო, ნიკას კვლევები საკმაოდ საინტერესო იყო, ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ რაც შემიძლია აღვიდგინო, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა იყო ნიკასი ზემო იმერეთის ღვინეებში, როცა ნახა და ნიკა უკავშირებდა ამას მიწისძვრას
ჩამოცვენილი ლოდების ალბათ დასაუბრებია ქონიკას ამას დათვები ლოდების ქვეშ მოყოლილი დათვების ოჯახი მათ შორის აი პატარა ბეილები და დიდი დედა დათვი და ასე შემდეგ ხო დათვები ღვიმის დათვებზეა საუბარი ღვიმის დათვებზეა გამყინვარების დროინდ დათვებზეა საუბარი მაგრამ აი ისე ისა რა ქვია ქვისხანა ხო ქვისხანა გამყინვარება და ამის პერიოდის არის და უცებ ეს მიწისძვრის თემა რა გარდა ამისა ეხა უფრო ახალი ზღვაზე რო გადაერთო ნიკა მოიტანა მონაცემები დავაუმუშავეთ ეს მონაცემები და გონიოსთან ეხლა მე ნიკა ამბობდა ეს არის კონსოლი რომელზეც რაღაც შეიძლება საერთოდ მართლა კონსოლი იყო ხო მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ეს რომ დავამუშავეთ ხო ფსკერზე გამოკვეთილია კონსოლის ფორმის რელიეფი იმ შემთხვევაში თუ შავი ზღვის დონე დაეცემა რაღაც 7 თუ 8 მეტრა იყო ამის სიღრმე გამოდის რომ მართლა კონსოლია ის მე ნიკას ჰქონდა რაღაც ისა ცდილობები იქ თავები ჩაეშვა და რა კერამიკული მასალა მოეტანა მაგრამ ნუ ეს კიდევ დასასტურებელი იყო ეს მასალა ზემოდან ვიღაცამ ჩააგდო თუ იქ როცა თუ ხმელეთი იყო მე არსებობდა ხო ყოველ შემთხვევაში იმის აი კიდევ მაგალითია ნიკა ხო ანუ მიუხედავად იმისა რომ ნიკა არქეოლოგი იყო ფოკუსირებული ქვისხანაზე და ზოგჯერ ამოდიოდა იქ შუა საუკუნეებში უცებ გადაეყრებოდა აი ჩვენთვის ძალიან საინტერესო დედამიწის შესწავლილი მეცნიერებებისთვის ძალიან საინტერესო მონაცემებს და აი უცებ ხრება ეს ისა რა ქვია განსხვავებები მიმართულებებს შორის და გიწევს ინტერდისციპლინური მუშაობა კარგი გაგებით გიწევს ხო მაგიტო კარგად მახსენდება ჩვენი საერთო ექსპედიციები კარგი იყო წეგან საუბრობდი იმაზე რომ არის პროექტები რომ ბევრი რაღაც საქართველოში ვეკეთება ვჭირდება აგერა ეს სიუცე და ეს შესაძლებლობა რომ ვესაუბროთ ჩვენ დასავლელ კოლეგებს ეს სერვისი ან წარმოიდგინეთ ეხლა მობილური ტელეფონი რავი ღირს შეიძლება 1000 ლარი შეიძლება 4000 ლარი და რომ არ იყოს მობილური ტელეფონი სმარტფონი მასობრივი პროდუქტი და მას ყავდეს მხოლოდ 1000 მოხმარებელი მსოფლიოში ის შეიძლება ღირდეს 40000 და არა 4000 ან 10000 და არა 1000 მაგრამ ღირს იმდენი ანე ღირს იმიტომ რომ მასობრივი პროდუქტია სამეცნიერო ტექნიკა ან სამეცნიერო ტექნოლოგიები ეს არის მასობრივი ანუ ეს არის რაღაცა ვიწრო საზოგადოების მოხმარების ნივთი და ეს არის ძალიან ძვირი მით უმეტეს ჩვენთვის ძალიან ძვირი და ანუ აი 100 წელი რო ხელმიუწყობელი იქნება გარდა იმისა რომ ეს მეცნიერება არ არის მარტო ტექნიკა იყიდე და მოგვარდა საკითხი მეცნიერება არის ის რომ ჯერ აბა მოდი ტექნიკა იყიდე როგორი საკითხია ამ ფასების პირობებში და ამ დაფინანსების პირობებში მაგრამ მე ვინ უნდა იმუშაოს ამ ტექნიკაზე აბა გაზარდე ეს კადრი მაგრამ შენ როგორ უნდა გაზარდო შენ წინათაობას ხო არ უსწავლი ეს ტექნიკა უნდა გაგზავნო დასავლეთში იქ უნდა იმუშაოს ამ ტექნიკაზე ისწავლოს სტატიებს გაეცნოს და მე დაბრუნდეს უკან მოკლედ აი ლომის ხახიდან რაღაცის ამოღების საჭმის ამოღების ტოლფასია ამ ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ვიაროთ მაგრამ თუ პარალელურად საქმე არ ვაკეთებთ გავჩერდებით ხო ამიტომ გამიშოვანე თანამშრომლობები იმ ხალხთან და იმ უნივერსიტეტებთან და ინსტიტუციებთან რომელთაც უკვე აქვს ეს ტექნოლოგიები და აი ხვალვე შეუძლიათ გაგვიკეთო მაგალითად ეხლა კონკრეტულ მაგალითს გეტყვით ათობით ნიმუში რომელზეც დაფინანსება რომლის ანალიზისთვისაც დაფინანსება გქონდა მოპოვებული და ბიუროკრატიის გამო ვერასდროს ვერ გავგზავნეთ და ის პრაქტიკულად დაიხურა იმიტომ რომ 5 წელი გველოდა დონორი და შოთა რუსთაველის ფონდი და ამ ბიუროკრატიის გამო ვერასდროს ვერ გავგზავნეთ ამ შესყიდვების კანონის და ასე შემდეგ გამო და ნუ წავიდა ის ფული უკან ამდენიმე 10,000 ლარი სამაგიეროდ გამოჩნდა ადამიანი ისა გერმანელი რომელმაც იმის ნაცვლად რომ კვლევაში მიიღოს მონაწილეობა უფასოდ გვიკეთებს ანალიზს ამით იმის თქმა მინდა რომ ხო ნუ ეს იყო რაღაცა ბედნიერი ვარსკვლავის თემა თორე ეს ყოველთვის არ არის ხოლმე იმის თქმა მინდა რომ ეს არის საშუალება თანამშრომლობა არის საშუალება რომ ერთი მხრივ სწრაფად გაკეთდეს კვლევები შედარებით სწრაფად და მეორე მხრივ მაინც გვინდა ხა რაღაცა ჩვენც გვინდა ხო ჩვენც უნდა ვისწავლოთ მარტო მოხმარებლები არ უნდა ვიყოთ მათგან ვისწავლოთ და აი ერთ-ერთი რასაც ახლა ვაკეთებთ და ახლობით ერთ თვეში უკვე დავამთავრებთ ჩვენთან ინსტიტუტში არსებობდა ეს რაღაც მეორადი მოხმარების ტექნიკები და ამ მეორადი მოხმარების ტექნიკები გავმართეთ ჩვენმა თანამშრომლებმა ამუშავეს მიიღეს მონაცემები და დავაზუსტეთ რომ ეს მონაცემები სწორია ეს საუბარია გეოტექნიკურ ლაბორატორიაზე და აგერ თვეში უკვე გავხსნით ამ გეოტექნიკურ ლაბორატორიას რომელიც არის საბაზისო კომპლექტაციის და ყოველთვის არის საშუალება რომ ეს
უფრო და უფრო გაფართოვდეს. ყოველ შემთხვევაში აი ელემენტარული ანალიზის საშუალება უკვე ჩვენს ინსტიტუტში, ანუ ილიას უნივერსიტეტის ამ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტში იარსებებს. ერთ თვეში უკვე. ახლა გამართულია უბრალოდ აი ვიზუალურად რო ლამაზიც იყოს მაღაზიაზე მიდის მუშაობა. ოთან ეს პარალელურად ისევ სტუდენტური ის არის, რა ქვია, ის თანამშრომლები, რომელიც ეს გამართეს პარალელურად ისევ თანამშრომლები ან სტუდენტები არიან. ეს ლაბორატორია გამოიყენება უკვე ჩაშვებულია და საბაკალავრო კვლევები კეთდება ამ ლაბორატორიის ბაზაზე და ეს ლაბორატორია იქნება კომპლექტში. ეს ლაბორატორია იქნება კომპლექტში სამგანზომილებიან ლაბორატორიასთან. ეს არის უკვე დავამთავრეთ ეს ლაბორატორია, მაგრამ რადგან კომპლექტშია ველოდებით, რომ ისიც ბოლომდე დასრულდეს და მე ერთიანად გავხსნით. ეს სამგანზომილებიანი ლაბორატორია არის აქტუალური თითქმის სუპერკომპიუტერი არ არის, მაგრამ თითქმის სუპერკომპიუტერით ლიცენზირებული პროგრამებით ეს იქნება, რა ვიცი, სიმულაციის თუ მოდელირების თუ ასე შემდეგ. იქნება Mac-ის კუთხეც, ანუ MacBook-ის კუთხეც ისეთი პროგრამებისთვის, რომელსაც MacBook-ი ჭირდება. სამგანზომილებიანი ტელევიზორი, MetaQuest-ის სათვალე, ასე შემდეგ და რისთვის ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ იმ გეოტექნიკურ ლაბორატორიაში, სადაც ქანების, ამ შემთხვევაში ქანების ფიზიკურ-მექანიკურ პარამეტრებს მივიღებთ, ეს პარამეტრები რო გადავიტანოთ სიმულაციურ გარემოში და მოვახდინოთ მოდელირებები. ფერდის სტაბილურობის, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ არეალში განვითარდეს მეწყერი. ეს მეწყერი თუ განვითარდა, რა ტერიტორიას დააზიანებს, ან რა სიჩქარით ივლის, ან რა წვიმის შემთხვევაში განვითარდება. აი მაკეთ მივდივართ ახლა და საბოლოო ჯამში ახლა ეს კი შეიძლება გააკეთო და ძალიან კაი სტატიაც გამოუშვა, მაგრამ მე რომელიც საერთოდ არ ვარ გეოლოგი და ვარ, არ ვიცი, მოჭადრაკე ან ფსიქოლოგი ხო, მე ხო ეს უნდა გავიგო. ამისთვის ამ ყველაფერს გადავიტანთ სამგანზომილებიან ანიმაციაში და MetaQuest-ის ამ ვირტუალური რეალობის სათვალით უკვე ძალიან მარტივად და წარმოსახვითად დავანახებთ ჩვეულებრივ ადამიანებს, სხვა პროფესიის ადამიანებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, შედეგებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა ერთად ბნელოთ აღჭაკეტილი ხალხის კვლევა გავიდეს ფართე საზოგადოებაში. ეს ორივე ლაბორატორია, ანუ გეოტექნიკური ლაბორატორია და სამგანზომილებიანი ლაბორატორია ორივე ერთად კომპლექტში იქნება AR ლაბორატორია, ანუ augmented reality, ან სხვა ტერმინით შეიძლება ვიხმაროთ, მოკლედ გაძლიერებული თუ რაღაც მხარდაჭერილი რეალობის, შერეული რეალობის ლაბორატორია, ანუ შერეული ფიზიკური, შერეული ვირტუალური. ეს ყველაფერი იქნება ღია, რაც ყველაზე მთავარია, აი ღიაბებისთვის. ხო, ანუ შენ ეს არ არის თქვენი ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის, ხო, ეს არის ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ ნებისმიერი არა, ხა ქუჩიდან ასე ვერ მოგადგებიან, მაშინ მუშაობას ვერ შეძლებთ, მაგრამ ალბათ რაღაც აქტივობებს ჩაატარებთ, ხო? ხო, რადგან ეს არის ლაბორატორია, ეს არის და ღია ლაბორატორია, ეს არის ღია, მაგრამ აი ესე თლად ქუჩიდან ვერა. თლად ქუჩიდან თემასაც ვაკეთებ, მაგრამ ეს იქნება ის სტუდენტებისთვის, ნებისმიერი საფეხურის. ეს იქნება ნებისმიერი თანამშრომლისთვის და ეს იქნება სკოლებისთვის. იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ძალიან ბევრი სკოლა მოდის, ყოველწლიურად ექსკურსიაზე, რომ ათვალიერონ რა ტექნოლოგიებია, როგორ ხდება რაღაცა მიწისძვრის მონიტორინგი, როგორ ხდება მიწისძვრის დაფიქსირება, როგორ ხდება რაღაცა კვლევები, გეოფიზიკა, ასე შემდეგ და ერთ-ერთი იქნება ის, რომ აი სკოლიდან მოსულ მოსწავლეებს გავაცნოთ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დედამიწის შესწავლილ მიმართულებით არსებობს. და აი ბოლოს ერთი თვის წინანდელი შენაძენი, ეს არის ის დრონი, რომელზეც თავიდან ვახსენე, ეს არის ლიდარული დრონი, ანუ ლაზერული დრონი, რომელიც რის საშუალებას გვაძლევს, ახლა ვიგეთქვით. წერან ვახსენე, რომ საქართველოს ტერიტორიის ნახევარ-ტყით არის დაფარული და როცა რაღაც სტიქია ხდება, მაგრამ მეწყერი ხდება, ხშირად ეს პროცესი ვითარდება ტყის ქვეშ. და როდესაც გადააფრენ დრონს, ანუ უყურებს სატელიტიდან, არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ ტყე ფარავს. აი ეს ლაზერული სკანერი იძლევა საშუალებას, რომ ტყის მიღმა დაინახო რა ხდება. ანუ ტყის საფარი მოხსნა და ტყის გარეშე დახედო რელიეფს და ნახო სად არის მეწყერი, დაასკანერო ძალიან მაღალი სიზუსტით, გააკეთო სამგანზომილებიანი მოდელი, გააკეთო ანალიზი, მაგრამ ეს ჩვენი მიმართულებით ვამბობთ, რომ აუცი ენერგეტიკოსები მაგალითად დასავლეთში იმისთვის იყენებენ, რა ქვია, ელექტროგადამცემი ხაზების სტაბილურობის დასადგენად იყენებენ და რკინიგზაში ლიანდაგების დეფორმაციისთვისაც იყენებენ. მოკლედ, ძალიან დიდი გამოყენება აქვს, საკმაოდ ძვირი ღირდა ეს
ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ ნახე რომ მილიონამდე ავიდა, ეხლა უკვე რაღაც 20%, 80% დააკლდა ფასი, თუმცა ჩვენთვის ძალიან ძვირი იყო მაინც და აი ნატოს დაფინანსებით და გრანტით გადმოგვეცა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დრონი თავისი ლიდარული სკანერით. და ესეც ნაწილია ამ ლაბორატორიის გარდა იმისა, რომ სხვა დრონებიც არის განლაგებული, ხა 100,000-იან დრონს ცხადია ვერ გაუშვებთ რაღაცა პატარა ობიექტის გადასაღებად, ამისთვის სხვა დრონები ყავს და სხვა მოსანების გადასაჭრელად. ხო, რაც შეეხება ეხლა დანარჩენი ქუჩიდან მოსული ხალხი არა, ფართე საზოგადოება ვთქვათ, მოდი ფართე საზოგადოებისთვის, ისევე როგორც სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ინსტიტუტის ტერიტორიაზე ვაკეთებთ ესეც ერთ თვეში დამთავრდება დაახლოებით, აი ივნისში შეგვიძლია დავპატიჟოთ ეს სვენელი მაყურებელი ჩვენთან და მათ დახვდებათ თბილისის გეოლოგიური პარკი. ხა რა იქნება თბილისის გეოლოგიური პარკი? აქ წარმოდგენილი იქნება თბილისის ამგები ქანები. იმიტომ რომ თბილისი აგებულია სხვადასხვა ქანით, სხვადასხვა ასაკით, ზოგიერთი არის ავიც 200,000 წლის და ზოგიერთი არის 30 მილიონი წლის. ზოგიერთი ჩამოყალიბა მდინარემ, ზოგიერთი ვულკანის ფერხმა, ზოგიერთი ვულკანის ნამტვრევებმა და ზოგიერთი ზღვის ფსკერზე დანალექმა, ხო? და იქ კიდე ნიჟარები და ასე შემდეგ. აი ეს ყველა ქანი იქნება წარმოდგენილი ღიაცის ქვეშ სარეკრეაციო გარემოში, ადამიანი რომ მოუბროთ გაისეინებს, დახვდება ეს ნიმუშები, დახვდება ანოტაცია, რამდენი მილიონი წლის არის დაპირობების ჩამოყალიბდა, რა შედგენილობის არის, დიდ გამოირჩევა, ორენოვანი იქნება ეს. მაგრამ იქნება ერთი განსაკუთრებული კუთხე ამ პარკის. და ეს კუთხე შეეხება აი ცნობილ ქანებს, ახლა ცნობილი პირობითია, ხო? ანუ აქ იქნება წარმოდგენილი ის ქანები, მაგალითად, რომელზეც არის დაშენებული თბილისის ანძა. აი ესეთი საინტერესო საინჟინრო ობიექტი. ქანი, რომელზეც არის დაშენებული თბილისის სამების საკათედრო ტაძარი. ქანი, რომელზეც არის დაშენებული ბილთმორი, სასტუმრო, მაღალ ცათამჯენი სასტუმრო. ხო, ესეთი საინტერესო ობიექტები. მოცობიდეს მეოთხე მიკრორაიონი ძალიან საინტერესო. მაგას არც მოვჭრით ადგილზე დავახვედრეთ. ხო, ეს ადგილზე. ხო, მე რა თქმა უნდა აღწერაში დავტოვებ მისამართი იცოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ალბათ მე გამოქვეყნდება თქვენს საიტზე, ხო, საიტზე. კი, ამას აი ადევნეთ თვალყური ჩვენს Facebook გვერდს, დედამიწის შესწავლილ მეცნიერებათა ინსტიტუტის Facebook გვერდს და აი ზაფხულის პირველივე თვეს გვექნება ამის გახსნა და აი ხა რის გამიდოდა რომ ეს იქნება მე დამელოდებით 9-ში მანდوار ასე რომ აი 9-ში შეიძლება ვერ მოვასწროთ. თუმცა რაღაცები უკვე დასრულებულია და მაგერებს დაგათვალიერებინებ. და რაც შეეხება ამ პარკს, ეს იქნება აი 24/7-ზე ღია. უფასო. ხო, ამიტომ ვაკის პარკი. ხო, აი ვაკის პარკი თქოს შემეცნებით, რომ შეიძლება აქ როგორც სეირნობა, ისე ინფორმაციის მიღება ამ ქანების და სტრატიგრაფიის. ხო, ნუ შესასრულში ბუნებრივია უფრო სტრატიგრაფიული ინფორმაცია იქნება, ზოგადად გეოლოგიური ინფორმაცია თბილისის ჩამოყალიბებაზე და ასე შემდეგ. ეს არის ის ნაწილი, რომელიც აი ყველასთვის ღია იქნება და იმედი მაქვს, რომ ასე თუ ისე პოპულარული იქნება. არის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ერთადერთი თხოვნა გვექნება, რომ უბრალოდ აი ბავშვები გამოყვნენ, იმიტომ რომ აი ბუნებრივი გარემოა მართლა, არაფერი ისეთი ასფალტი და ბეტონი იქ არ იქნება, ბუნებრივი გარემო თავისი რელიეფით, თავისი რაღაც არ გადვილას არის თან თქვენ მიმზიდველობები და სახიფათო თერდითაც შეიძლება, ამიტომ რა ვიცი, ესეთი პატარა ბავშვები ფატო ვერა, მაგრამ აი მშობელთან ერთად სიამოვნებით. გარდა მაგისა, იქვე ვაკეთებთ, ეხა ხო, ამ ყველაფერს სჭირდება თანამშრომელის ეს არის შემეცნება, მაგრამ მეცნიერებაც სჭირდება, ხო? ანუ მეცნიერება, პუბლიკაციები, კვლევრების ეფექტურობა და ამისთვის ესეც ღია იქნება, ანუ ყველასთვის ღია იქნება, ღიაცის ქვეშ ოფისი იარსებებს. ესეც მალე დამთავრდება აი იგივე პერიოდში, ღიაცის ქვეშ ოფისი, რომელიც იქნება საშუალება, რომ გამოიყენოს როგორც თანამშრომელმა, ისე აი შეიძლება ის პარკი დაათვალიერა ადამიანმა და უცებ ჩამოჯდეს ლეპტოპით რაღაც 9 საათიანი საქმე გააკეთოს და წავიდეს, ხო? ეს იქნება ბუნებაში, ბუნებრივი მასალები, ხო, რაც თავარია, ანუ ჩვენ ვართ უღარიბესი ორგანიზაცია. უამრავი ლიმიტით და ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული 0 კილომეტრის მიდგომა. ეხლა რა არის ეს 0 კილომეტრის მიდგომა? ანუ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის მასალები, რაც ადგილზე მოიპოვება. ან ხელახლა გამოვიყენოთ ანუ მეორადი მასალები.
მაგალითად ეხლა თებერვალში შენ კი არ გეცოდინე მაგრამ თბილისში იყო დიდი თოვლი და ამ თოვლს მოყვა მერე ქარიც ამ თოვლმა და ქარმა გამოიწვია ის რომ ხის ტოტები დაამტვრია ჩვენს ტერიტორიას აი ეს ხის ტოტები ავიღეთ და ეხლა ვიყენებთ სამშენებლო მასალად ისე რომ აი ეს ხის მასალის შეძენა ნაკლები დაგჭირდეს და ამით ბიუჯეტ ხარჯები შევამციროთ ან აი რაღაცა 15 წლისიანდელი რემონტიდან მოხსნილი და შენახული ინვენტარი და მასალა ხელახლა ახლა გამოვიყენოთ მაგალითად აუდიტორიუმის კეთებისთვის და ეს აუდიტორიუმი იქნება ნაწილობრივ ღია ეს ნიშნავს რომ ეს იქნება საკმაოდ მიზიდველი გარემო იმისთვის რომ ინსტიტუტში შიდა მოხსენებები ჩატარდეს და შიდა დისკუსიები გაიმართოს მაგრამ ასევე ეს აქ იქნება საშუალება და აქ იქნება ივენთები თუ ღონისძიებები რომელიც იქნება ღია და დაეთმობა პარალელურ სხვა დარგებში არსებულ ცოდნას. ანუ ჩვენ მოვიწევთ თავისი ისტორიკო არქეოლოგებს სხვა მიმართულების და ეს იქნება ღია რომ სხვა ადამიანებსაც შეუძლოთ მოვიდნენ და ესრონ და მოусვინოთ მათ რა ხდება მაგ სფეროში. მათ სფეროში, იმიტომ რომ ისევე როგორც წერან მოაღწევ რამდენი პარალელური დარგის ცოდნა შეიძლება გამოადგეს დედამიწის შესწავლილ მეცნიერებებს, აი მაგის აღმოსაჩენად რომ მეღვინე შეიძლება გამოვიწვიოს და თითქოს მევენახეობა მეღვინეობა, მაგრამ ამ ტერუარი არსებობს იქ და იქ კონკრეტული ნიადაგია, ამ ნიადაგის ფორმირება, შეიძლება დეფორმაციები, ფოროვანება, არის კახეთზე ნიადაგის თვითონ ნიადაგის მიკროზონები, მიკროკლიმატი და ასე შემდეგ, სეტყვა და ასე შემდეგ, ხო? და ის იქნება ღია, რომ სხვა ადამიანებიც მოვიდნენ და თავისუფალ დროთუმად მივიდე და საინტერესო ამბავი მოვისმინა. ფაქტობრივად საზოგადოებრივი სივრცე იქმნება თქვენთან, რომელიც იქნება ჩემის აზრით ძალიან პოპულარული უნდა იყოს, იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები თქვენ ესეთი ევროპული მიდგომა გაქვთ ძალიან სწორი, იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები ახლა მაგით ვარ მე აქ ძალიან ხშირად დაკავებული და თავისუფალი ადამიანი შემიძლია სიარული შედარებით უფრო ისე მუდმივად იმართება რაღაცა იმ მსგავსი თქვა, იქ მინერალების გამოფენა იმართება, ერთკვირიანი და ეს მთელი ის არის დადიან ეს ხალხი გიხსნის რაღაცებს, გჩუქნიან რაღაცა იქ მუდმივად რაღაცა ის თქვა არის პალეონტოლოგიური გამოფენები, არის აი მეცნიერების პოპულარიზაცია ხდება მაქსიმალურად, რომ აი ხალხმა რაღაცა სამოყვარულო დონეზე მაინც იცოდეს თქვა და ესეთი რაღაცები. იგივე თქვა, როცა ტყეში დადიხარ აქ, ან სადღაცა სანაპიროზე გადიხარ ელბის, ყოველთვის შექმნება დაფები, სადაც ახსნილი არის, რატო არის თქვა, აქ ესეთი მოსახვევს რატო აკეთებს ელბე და რა პერიოდში არის მიქცევები, რა პერიოდში არის მოქცევები, რატომ არის ეს საინჟინრო რაღაცა გაკეთებული, დამბარატო არის აქ და რატო არ არის სხვაგან და ძალიან საინტერესოა იცი, იმიტომ რომ რაღაცებს იგებ ეხლა ანალოგიურ ჩვენთან რო შეიძლება ისეთი უნდა, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მრავალფეროვნება არც დაიკვეხნოს, იმიტომ რომ აქ ამაშია საქმე, თან თბილისშია ეს ყველაფერი. ანუ არ ჭირდება თუნდაც იქ არა ქვია, ძალიან ახლოს, მაგრამ ქვემო ქართლში წასვლა. აი თბილისშია რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით მიდგომათ ადგილას არის. და სხვათაშორის არ ვიცი როგორც გითხარით, ბუნებრივი გარემოა და ასე რელიეფური გარემოა, მაგრამ ძალიან მინდა რომ რაც შესაძლებელია ადაპტირებული იყოს ეს გარკვეული კატეგორიის უნარშეზღუდული ადამიანებისთვისაც. ეხლა სრულად ადაპტირებული ამ გარემოებიდან გამომდინარე ვერ იქნება, მაგრამ აი რაც შესაძლებელია ადაპტირებული იყოს და ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ. უბრალოდ სავარაუდოდ ამას ივნისისთვის ვერ მოვასწრებთ. და ასევე აი ეხლა შინაური ცხოველები, ხო? და დადიან ადამიანები ასეინებენ ძაღლს, ასე შემდეგ. ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ერთი ლამაზი კუთხე, სადაც შინაურ ცხოველს შეუძლია წყლის დალევა, იქ მის მოსაქმებულისთვის შეიძლება პატრონმა აიღოს და სივრცე დახტოს, სადაც ჩააგდოს. მოკლედ რაღაცნაირად ესეთი მინიმალური ჩარევით, თან აი მინიმალური ბეტონით და მინიმალური რკინით, აი ბუნებრივი მასალებით, ადგილობრივი ზოგჯერ წეღარ ვთქვი, ადგილობრივად მოპოვებული მასალებით, რომ იყოს რაღაც მაქსიმალურად ბუნებაში ჩაწერილი ეს ყველაფერი რა. და რაც თავარია, ეხა ის გეოლოგიური პარკი იქნება თუ სხვა პროექტები, ეხა ის აუდიტორიუმი რო ვახსენე. ილიას უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებმა გააკეთეს პროექტი, რამდენიმე პროექტი და ეხა ავარჩევთ იმ პროექტიდან, რომლის მიხედვით შევქმნათ ეს, ანუ სტუდენტური საქმიანობა იყო. გეოლოგიური პარკის სტუდენტური საქმიანობა,
გეოტექნიკური ლაბორატორიის შექმნა სტუდენტური საქმიანობა ის სამგანზომილებიანი ვირტუალური ლაბორატორია სტუდენტებისთვის და კვლევისთვის იქნება, შეიქმნა უკვე ეგ დასრულდა. მაქსიმალურად სტუდენტური ჩართულობით, მაქსიმალურად ბუნებრივად და რაღაც ესეთი გარემო, რომ აი ადამიანმა დაისვენოს და თან საინტერესო ინფორმაციას მიიღოს, არ ვიცი სუბიექტურად ესე მგონია. ეხლა როცა შენ ამას ყველაფერს აუხსნი, სად ცხოვრობს ეხლა იქ ვერაზე რა ქანებია, თქვა ვერელი დაინტერესდება ხო სად რა არის მის ქვეშ რა ხდება? ხო, ეხლა მის ქვეშ რომ ეხლა ხო ფიქრის გორა მაგალითად ხო, მის ქვეშ რომ 20 მილიონი წლის წინ ზღვის ფსკერზე დალექილი ქანია, მე მგონი რაღაც ისეთი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია არ არის, მაგრამ რაღაცნაირად წამახალისებელი საინტერესო ამბავია რა. ხო, და იქ ჭრილში რომ რაღაცა იმ ფენებს ხედავს, ეს ფენები რა არის, ხო, რაღაცა ნამცხვარევით რო არის ჯალაგებული, ხო, ფენოვანი ნამცხვარევით. ხო, ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო კიდე რა არის, იცი, ასო, აი ხა, არის შემიძლია კადრები მოგაწოდო იმ ვირტუალური ლაბორატორიის. აუცილებლად, ხო, ეს ყველაფერი უნდა ვაჩვენო. დაახლოებით, აი რომ გითხრა რა დაგუჯდა ამ ლაბორატორიის გაკეთება, ამ ლაბორატორიის გაკეთება დაგუჯდა iPhone-ზე ნაკლები თანხა. iPhone-ის ღირებულებაზე ნაკლები თანხა. ნუ ცხადია ეხლა მანდ ტექნიკა არ იგულისხმება, იმიტომ რომ ტექნიკის შემთხვევაში ეხლა სპეციალურად სია გავაკეთე და მაგას გამოვაკრავთ, რომ ტექნიკის შემთხვევაში იქ რა ტექნოლოგიები და ტექნიკაც არის განლაგებული, შეძენილი არის 2012 წლიდან დაწყებული, 2026 წლით დამთავრებული საგრანტო დაფინანსებებით. აი დაახლოებით 14-15 წლის აი ამხელა მემკვიდრეობაზეა ხო ლაპარაკი. რომ ესე იგი 2012-ში ან 14 წლის წინ რაც ვიყიდეთ ისევ რომ ფუნქციონალურია და ისევ რომ გამოიყენება აი ამის ხაზგასმა მინდა და თან მანდ მონაწილეობს მაგალითად არ ვიცი ამერიკული, შვეიცარიული, ნატოს დაფინანსებები, მაგრამ რაც ასევე საინტერესო მაგალითად შოთა რუსთაველის ფონდის რამდენიმე გრანტი, თვითონ ინსტიტუტის ბიუჯეტი, აი ეს ნაზავი, აი ძალიან კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართული დაფინანსებით და საერთაშორისო დახმარებით და თან ამ ყველაფრის პატივისცემით. იმიტომ რომ 14 წელი დიდი დროა და ის რომ კატეხილი არ არის, დაკარგული არ არის და დამტვრეული არ არის, ბევრს ნიშნავს და ისე გამოყენებადი როა. თან როგორი ტექნოლოგიებია რა, ანუ ხო, ფაქტურად ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც რამდენიმე წელიწადში ჩამოწერენ ხოლმე, ხო? ხო. წესი და რიგი და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის. კი, ანუ ეკუთვნის ჩამოწერა, მაგრამ ისევ ცოცხალია, ისევ ძალიან კარგ პირობებშია და აი ახლა ახალი ლაბორატორიის ნაწილიც კი არა. ეს მოკლედ ძალიან კარგი გეგმები გაქვთ თქვენ და მე აუცილებლად დაკვატიჟებთ რომ ჩამოხვალ ასო ნუ აი ხა ჩამოთვლილიდან დაახლოებით 40% მაგ 9-ში დასრულებული არ იქნება, მაგრამ 60% დასრულებული იქნება და აი დავათვალიეროთ ერთად. უკვე კარგია. ისედაც მენატრება თქვენი ინსტიტუტი და თქვენი ტერიტორია იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან. უკაცრავად მინერალები ახსენე ასო და ძალიან კარგი კოლექცია გვაქვს მინერალების და მაგ მიმართულებითაც ვმუშაობთ, უბრალოდ ეხლა ტრადივნისში მაგას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ აი შიდა სივრცეში გავაკეთებთ განსაკუთრებით საინტერესო მინერალების, არა მარტო ქართული. შესაძლოა ქონდათ ეს იმაში რაღაც ნაწილი. კი, ეგ ისევ გვაქვს, უბრალოდ ძალიან კარგ სახეს მივცემთ ეხლა, იმიტომ რომ ეს მინერალები არ არის მხოლოდ საქართველოს შეგროვებული, ანუ დედამიწის მინერალები ფარგლებში და კოსმოსური წარმოშობის ნიმუშებიც გვაქვს. მაგის გამოფენას გავაკეთებთ, ოღონდ ცალკე გავაკეთებთ კიდე ისეთი მინერალების გამოფენას, რომელიც ლუმინესენსურია, ანუ ფერს იცვლის. კონკრეტული დანათების შემთხვევაში ჭრელდება. და მგონია რომ ეგეც ძალიან საინტერესო იქნება, აი იგივე მოსწავლისთვის, აი მე რო ყოფილიყავ ეხლა 12 წლის და ეს რო ვიმესაც ჩვენებინა რომ ნაცრისფერი ქვა ხდება უცებ, აი რაღაცა საოცარი ფერთა გამა ეძლევა, გადაშევა, რაღაცა ჩამრჩენო და მეხსიერება და ნუ მაგას გავაკეთებთ რა. ხო, ეხლა საქართველოს პალეონტოლოგიაც შეგიძლიათ მანდ ეხლა ამონიტები, ზღვის ღარბები, რა ვიცი, ნუ ესეც საინტერესოა ხო მე მაგას. კი, ეგ ყველაფერი გვაქვს და მაგითო აი ზაფხულის განმავლობაში მაგას მივხედავთ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ლაშა, რაღაც კიდე გქონდათ თქვენ რაღაც საინტერესო, მაგალითად იგივე ვერეს კვლევა. ხო, აი ხა ეს ვერეს კვლევაზე ვარ ზუსტად აქ, ანუ ეს მეცნიერება, სამეცნიერო საქმიანობა ზოგადად რაც ნიშნავს, ანუ შეიძლება შენ ჩაიკეთო ოთახში და რაღაც აკეთო, მაგრამ ამ საბოლოო ჯამში ვალიდაცია გჭირდება, ვიღაცა უნდა გითხრას რომ შეცდომა დაგიშვია.
ან სწორად გაგიკეთებია და მაგისთვის არის ესეთი კონფერენციები და პუბლიკაციებიც, რომ გაიტანო შენი კვლევა ესე ფართე მასში, თემატურ საზოგადოებაში და მათ განიხილონ კრიტიკულად. აქ არის მაგას ახლა ეს თემა წამოღებული, რომელიც შეეხება ვერესაულში, ანუ ბეთანია წყეთის მიდამოებში, სადაც ეს დიდი ცნობილი 13-14 ივნისის მეწყერი ჩამოვიდა, მაგ ტერიტორიის კვლევა, ანუ კი ჩამოვიდა და იყო, მაგრამ რა ხდება ახლა? ანუ მინდებარე ფერდებზე რა ხდება და ამის საკვლევად გამოვიყენეთ აი ეს სატელიტური რადარი, დრონი და GPS. ერთმაც, მეორემაც და მესამემაც გვაჩვენა, რომ უბრალოდ GPS-ი უფრო ხარისხის შემოწმებისთვის გამოვიყენეთ. ანუ სატელიტურმა რადარმა და დრონმა ამ ორის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ მიმდებარე ფერდები კი თვალით ჩანს, რომ სტაბილურია, მაგრამ არ არის სტაბილური. ეხლა ეს არმა წარმოვიდგინეთ, რომ მოდის და თავზე გვეცემა. არა, ეს არის ძალიან ნელი გადაადგილება. რამდენიმე მილიმეტრის დონე, აი წელიწადში შეიძლება რამდენიმე მილიმეტრს არ გაცდეს, მაგრამ ეს არ მნიშვნელოვანია რა, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ფერდი არ არის სტაბილური. მაგრამ არც მეწყერი არ მოდის. აი რაღაცა უნელესი ცოცხვითი გადაადგილებაა, რომელიც შევა აჩქარდეს, არ ვიცი. ისევ დიდი წვიმის, არ ვიცი კი არა, გეტყვით. რომელიც შეიძლება აჩქარდეს იმაზე ოდნავ მეტი ინტენსივობის წვიმის შემთხვევაში, ვიდრე 13-14 ივნისს იყო. ან თუ უფრო ნაკლები წვიმა მოვა და მის ძრო დაემატება. ყოველ შემთხვევაში ამ კვლევით გამოჩნდა, ხო, მე სიმულაციას გავაკეთეთ. ესე იგი, ცალკე გავაკეთეთ ეს რადარული კვლევა, სატელიტური რადარის, ცალკე გავაკეთეთ ეს დრონის კვლევა და ცალკე გავაკეთეთ, ანუ გეოტექნიკური, აი ახალ გაკეთებული გეოტექნიკური ლაბორატორიით მიღებული მონაცემებით სიმულაცია. რადარმა, დრონმა და სიმულაციამ ერთი და იგივე უბნების იდენტიფიცირება გააკეთა, რომელიც არის კვაზი სტაბილურობა დავარქვათ, მოდი, რომ აი სტაბილური არ არის, მაგრამ არც არასტაბილური არა, აი კვაზი სტაბილური უბნები და ეს სამი მონაცემები რომ დაემთხვა ერთმანეთს, რომ ჩავთვალეთ, რომ უკვე შეგვიძლია ამ კონფერენციაზე წარმოადგინოთ ეს თემა. აქაც ეხა თითქოს მარტივად ჩამოვთვალე, მაგრამ რა ვიცი, საბაკალავრო საფეხურიდან, ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურიდან დაწყებული, დოქტორანტურით დამთავრებული ლამის ყველა საფეხურის სტუდენტების კვლევას მოიცავს ეს ერთი დიდი ნაშრომი. და საბოლოო ჯამში ეს ცხადია, უკვე სამეცნიერო პუბლიკაციაშიც აისახება და შეიძლება, არ ვიცი, კონკრეტული ბაკალავრი დღეს უკვე წარმატებული ადამიანია კარიერულად, მაგრამ რა ვიცი, ცხოვრებაში რომ იცი, რომ შეგიძლია სოფლიო დონის იმაში, რა ქვია, სამეცნიერო სტატიების კატალოგში შეხვიდე და იქ შენი გვარი დაგხვდეს, კიდევ იმეორე ცხოვრებაში არ შეგიცვალოს, მაგრამ რაღაცნაირი სიხარული არის ალბათ. არა, ხო, და შეიძლება ცხოვრებაში შეგიცვალოს, იმიტომ რომ ეს ის კრიტერიუმია, რომელთაც შენ შემდეგ უკვე მიდიხარ კარიერულ ზრდაზე, ხო? ეს ყველაფერი იჭირდება შენ თუ რჩები ამ პროფესიაში აუცილებლად. ხო, მაგას ვამბობ, შეიძლება არ რჩები და არ შეგიცვალოს, მაგრამ აი როგორც ესეთი იმაში რა ქვია, ბიოგრაფიაში ნათელი წერტილი იქნება. რა თქმა უნდა. ხო. ანუ ეს არის შენი ძირითადი თემა ახლა მანდ. აი ამ თემაზე ვარ ახლა, უბრალოდ ეს არის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი არის აი ჩვენს კოლეგებთან საუბარი საერთო თანამშრომლობაზე. ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა წარადგინეს აწყური ზემოხოდაშნის მიდამოების მეწყრის კვლევა, ამ ზაფხულს ქონდა ექსპედიცია და გავაკეთეთ ერთობლივი მეწყრის კვლევა, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა რისეიჩიც იყო სავარაუდოდ გამართლება, რომ ეს მეწყერი არის პროდუქტი რღვევის. ანუ რღვევაა და ამის გამოა მეწყერი. მოკლედ ჩვენი ამოცანა იყო, რომ ეს მეწყერი შეგვესწავლა და ამ მეწყერზე ადრეული შეთანხმების სისტემა გავმართოთ, მაგრამ პარალელურად ამ პროცესში რაღაცა აქტიური რღვევაც შეიძლება აღმოჩნდეს და ხა გეოლოგიური რუკები რო ვნახოთ, თუნდაც ყველაზე ახალი და ამერიკელების გაკეთებული, იმ ადგილას სიცარიელია. ანუ შეიძლება ეს სამეცნიერო სიახლე იყოს, რომ იმ ადგილასაც შეივსოს ეს და დაფიქსირდეს, რომ აქტიური რღვევა არსებობს.
ლაშა ეს მეწყრული მოვლენები არის რამე კავშირში მოსახლეობასთან თუ კი, მაგ პრინციპით არის შერჩეული, რომ ამ მეწყრის ქვემოთ მდებარეობს არხი, საირიგაციო არხი და მეწყრის და საირიგაციო არხის ქვემოთ მდებარეობს სოფელი. ის მეწყერი შემდეგი ეტაპია ეგ, რომ ის მეწყერი თუ დაიძრა და იქნებ ვერ აზიანებს ამ არხს. ან იქნებ არხს აზიანებს და სოფელს არ ეხება. მოკლედ ის რომ მეწყერი არ ნიშნავს, რომ უეჭველი რაღაცა ძალიან ცუდი მოხდება ქვემოთ. ან შეიძლება ნიშნავდეს, ამიტომ აი მაგაზია კვლევა რა. ხა ერთი თვის წინ ქონდა ეს ექსპედიცია. ექსპედიცია იყო ზემო ხოდაშინის ხევის მდინარეზე, აი დაახლოებით ბადაგონის ცნობილი ქარხანა რო მაგაზე დამყარეს და დილიდან საღამომდე რაღაც ისე პროცესი ქონა ჩართული, რომ დილიდან საღამომდე უნდა დაელოდო ამ პროცესს, რომ გავიდეს ბოლომდე და რაღაც ბევრი დრო იყო რა. იქ ადგილობრივთან საუბარში გამოირკვა, რომ არის გამოირკვა რა ულამაზესი ის არის, კლდე არის, გაშიშვლებას ეძახით ჩვენ, როცა თითქმის ვერტიკალურია და ზედ მცენარეული საფარი არ არის და ამგები ქანები ესე ხელის გულივით ჩანს, ანუ გეოლოგიური გაშიშვლება. და ამ ადგილობრივებმა როგორც გითხეს დაახლოებით 1 წლის წინ ამ გაშიშვლებიდან უდიდესი ბელტი ჩამოვარდა და დაეცა მდინარე ხოდაშინის კალაპოტს. ეს წონა რო დაეცა სიღრმიდან ამოტყორცნა თიხა და ქვემოთ ჩაიტანა ეგრეთ წოდებული რიყის ქვების ანუ აი რაღაცა ამოატრიალასავით ხო? უდიდეს ამბავზეა საუბარი. ანუ ეს ბელტი ჩამოვარდა აი იმაში რა ქვია რა თბილისში რო ეგრეთ წოდებული მოსკოვის პროექტის კორპუსებია 9 სართულიანი ვიწრო და გრძელი აი მაგხელა ბელტზეა საუბარი რომ ჩამოვარდა დაეცა და ეს რაღაც როტაცია გააკეთა. ბელტი არის რისი ქანია თუ დინარეული კონგლომერატებია, ალუვიური კონგლომერატები, ანუ რიყის შეცემენტებული რიყის შეწებებული ერთმანეთთან. შეწებებული, აი ოღონდ ერთიანად ჩამოვარდა და ეხლა ღიმილი ტყვები ამას, იმიტომ რომ არავინ არ დაშავდა, არაფერი არ მოხდა, უბრალოდ აი ძალიან საინტერესო მოვლენა იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მოვლენაც ზუსტად იმ ხაზზე მოხდა, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ რღვევაა და აქაც სიცარიელია და მან ზუსტად მაგიტო ვიყავით, რომ მაგ გეოფიზიკურ პროფილს ვაკეთებით, რომ ნახოთ სიღრმეში რა არის. ეხლა ზედაპირზე ნიადაგია, ბალახია, რიყის ქვები ყრია, ძროხები ბალახობენ, მაგრამ სინამდვილეში სიღრმეში რა ხდება, ეგ გვეტყვის სურათს არის იქ რღვევა თუ არა. ამ სიმძიმე იქნებოდა წარმოდგენილი მაგ იმიტომ რომ გენიალური კადრებია, ეხლა ეგ რო ვინმეს გადაეღო, არ ვიცი, შეიძლება დღემდე არ ჩამოსულიყო BBC-დან, არ ვიცი. საინტერესოა. მაგრამ გამთენი ისაც მომხდა რა და ანუ ხმა გაიგეს და ესე კადრები არ არსებობს რა. და ხმა გაიგეს ისიც ისე რომ თვად ვერ გადაწყვეტს. ვერ გაერკვენ ხო რა. მეწყერი იყო თუ ანუ გრუხუნი იყო და წვიმა იყო და ამიტომ ჩათვალეს რომ არც არაფერი. წვიმამ გამოიწვია საბოლოო. ხო. მოყანყალებული იყო ეთობა და ხო. ხო, ეს არის ეხლა წინა იმაზე ვისაუბრეთ, ეს არის ალუვიური კონგლომერატი, ანუ დინარეული შეცემენტებული რიყის ქვები, რომლებიც არის აი მეოთხეული პერიოდის, ანუ ახალგაზრდა. არ არის კარგად შეცემენტებული, ადვილად შლადია. და იმ პირობებში, როცა იქ დეფორმაცია მიდის, ეს გომბორის ქედი ამოდის და მდინარე ჭრის სწრაფად, ესე იგი ამოდის და ჭრის და ესეთი კედელი კეთდება და მე ამ კედლის დახრილობა არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს. ანუ უფრო ციცაბო ვიდრე მელგაძლება შეუძლია და საბოლოო ჯამში იქცევა. ვარდება, ხო. ეს რაღაც პალეომდინარეა რაღაცა, ხო, ალბათ იმის ისაც ჩამოვარდა პალეომდინარის, არა, ისაც ჩამოვარდა ძველი ალაზნის დალექილია. ძალიან დიდი 80 მეტრის სიმაღლის კედელია რა. კარგად უმუშავია. ამას ოღონდ ალაზარმა დალექა და უკვე აი ამ ახალმა მდინარეებმა ჩაჭრეს. ახალ მდინარეებში გულისხმობ აი შავკაბა, ხოდაშინის ხევი, ორვილი, არასდროს დავიწყე, ორვილი, ხოდაშინის ხევი, შავკაბა, თურდო, ფაფრის ხევი, შუაში, კისის ხევი, ხო, ესენი როგორ დანები, ჭერემი და ეს ახალი მდინარეები უბრალოდ იმ ძველ დანალექებს ჭრიდნენ რა. მაგრამ ეს ახლა მართლა ისე ვლაპარაკობთ, როგორც საჭირო ამბავი, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს უსწრაფეს პროცესებს, რაც საბოლოო ჯამში კავშირშია მეწყერთან, კავშირშია ღვარცობთან, ახლა თელავში რო თელავის ხევი ღვარცოფული მდინარეა, ამის ბრალია. ალავერდის მონასტერი რო ითბორება ხოლმე ღვარცოფის ბრალია, რომელიც აი ხოდაშინის ხევიდან გამოდის, ხო? ანუ ეს არის ერთი მხრივ საინტერესო ამბები, მაგრამ მეორე მხრივ ანუ ყოველდღიური ცხოვრების და უსაფრთხოების ნაწილია ჩვენი რა. ხო, ну, მაგრამ როცა ვიცით და ვიცნობთ ამ ავადმყოფობას, უკვე ვიცით რომ პრევენცია როგორ გავაკეთოთ. მეტნაკლებად ხა ძალიან რთულია ბუნებრივი მოვლენების თუ გაგიჟდა ბუნება მე იმის, მაგრამ როცა ვიცით და წყალდობის საფრთხე შევა შეაფასო.
მაგრამ იქ თუ გაითვალისწინებ, რომ აი ესეთი სწრაფი აზევება, არაკონსოლიდირებული ქანებია, ახალგაზრდა ქანებია, სწრაფად იჭრება, ზღრული ფერდის ზღრული კუთხე გადალახულია, ამის გამო რომ იცი რომ შეიძლება წყალდიდობა უბრალოდ კი არა, წყალდიდობას დამატებული ღვარცოფი ჩამოყალიბდეს, უკვე სხვანაირად იქცევი. იქ აღარ გულისხმობ, რომ 100 ლიტრი წყალი ჩამოიღებს, იქ გულისხმობ, რომ 100 ლიტრი წყალი ჩამოიღებს, ოღონდ შიგნით იქნება 200 ტონა, 200 კილო ღორღი და მისი დამანგრეველი ძალა და მისი ჰიდრაულიკა უკვე სხვა არის. ამიტომ აი ესეთი შეიძლება არც არასდროს ჩამოუვლია ჯერ. ან როცა ჩამოიარა ის მონაცემები არ დარჩა. ეხლა წეღან ვახსენეთ ალავერდი და იქ თმოგვი და გარეჯა და ეს მონაცემები არსებობს, იმიტომ რომ აი ესე რაღაცა ლენდმარკები და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები დაზიანდა. და იქ ისტორიკოსმა თუ მემატიანემ ჩაწერა ეს. და იქ თუ რაღაცა ჩამოიარა და არაფერი არ დაშავებულა, მაგის აღწერა არავის არ გაუკეთებია. და შეიძლება მე-20 საუკუნეში ეგეთი რამე არ მოხდა, ეხლა 21-შიც არ მოხდა, მაგრამ იქნებ 5 საუკუნის წინ მოხდა, ხო და ეხლა კიდე გამეორებისთვის ემზადება. ხო, არა, რაღაცა დასკვნა გავაკეთოთ, ხო? ხო, ანუ ესე დასკვნის სახით საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე მგონი არ ვიმსახურებთ დარგი მიმართულებით იმას, რომ ესეთი ჩაბნელებულები ვიყოთ რა. ადამიანები ესე ხო არ აშენებდნენ, რომ მე მინდა ეხლა ჩემი სახლი ავაშენო და ეხლა გავაკეთე პროექტს და რაღაც. არა, ან მართლა იატაკქვეშუნა აიშენებინა, ან მზა პროექტში შესულიყო, ხო? ანუ არავინ არ გვეკითხებოდა რისი აშენება გვინდოდა, რა სტანდარტებით, რა ხარისხით და ანუ ცენტრალიზებული იყო. ეხლა დადგა ის მომენტი, როცა გვეკითხება, მაგრამ პასუხი არ ვიცით, ხო? ამიტომ რა ვიცი, მიწამაგ და ავაშენებ რასაც მინდა, მაგრამ მე 10 წელში აღმოჩნდება, რომ აი ესე რაც მინდა რომ ავაშენე, ბზარი გაიკეთა, რაღაცა კედელი გადაიწია, იატაკი ჩავიდა, წყალი შემომივიდა, ობი გაჩნდა და რატო გაჩნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა გამეთვალისწინებინა და არ გავითვალისწინებდა. არც არავის არ უთქვამს, რომ უნდა გაითვალისწინო თორე განა არ მინდოდა რომ კარგად გამეკეთებინა. ამიტომ ეს ცოდნა რომ ნენელა დაგროვდება და რომ აღმოჩნდება რომ დღეს შეიძლება რაღაც 10% ძვირი დამიჯდეს აშენება, მაგრამ მომავალში 5 წლის პერსპექტივაში 100% ანუ ერთი აშენების თანხას კიდე ზემოდან დამიზოგავს, უკვე სხვანაირად მოვიქცევით. ხო და ამასობაში სხვანაირად რომ მოვიქცევით, უკვე დადგება აუცილებლობა, ვინ უნდა გააკეთოს ეს შეფასება. ხო და აი ნენელა უნდა დავაწიოთ ჩვენც ეს კადრები. ვინც უნდა გააკეთოს ეს შეფასება. ხო და მე მგონი თქვენია ეს სივრცე უკვე ამ ყველაფერს ძალიან დაეხმარება, იმიტომ რომ იმედია, ეგ არის იდეა რა, ისედაც ანუ უღარიბესი ორგანიზაცია ვართ, მაგრამ აი რაღაცნაირად ვცდილობთ რომ მაგრამ სამაგიერო თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ უამრავ უცხოელთან და უცხოურ ორგანიზაციასთან გაქვთ ურთიერთობა, ხართ ერთ-ერთი წარმატებული, მეცნიერულად წარმატებული თუ ფულით არა საკვლევი ინსტიტუტი, კვლევითი ინსტიტუტი და აი ესეც ეს პერსპექტივაც ექნებათ ახალგაზრდებს, რომ აი იქ ამერიკაში, გერმანიაში, იტალიაში რა ხდება, თანამედროვე მეთოდები გაიცნონ სწორედ თქვენი გავლით და აქედან გამომდინარე გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას და წერთ და ანუ ერთ-ერთი რაც იყო, ნუ ბევრი რაღაც იყო, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რაც იყო ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად, ოქსფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით საერთო პროექტი გვაქვს შეტანილი და ეს პირველი ეტაპი უკვე გადალახა გაერთიანებულ სამეფოს ფონდში. და ეს თუ გავიდა, ანუ აი ეს მთელი ეს ისა რა ქვია საკვლევი ფოკუსი იქნება საქართველოზე, კონკრეტული მიმართულებაზე და რა თქმა უნდა სტუდენტების და ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლების უმძიმესი ჩართულობით, კარგი გაგებით უმძიმესი ჩართულობით, მაგრამ პარალელურად ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორების თანახმწვანებლობით, რაც აი რაღაცნაირად ის არის, რა ქვია. უმოკლესი ლინკია ყველაზე უკვე პრესტიჟია ის, ხო, უკვე პრესტიჟია ოქსფორდთან რა. პრესტიჟი და პლუს ყველაზე თანამედროვე ცოდნის მიღების უმოკლესი გზა. რომ აი იქ კი არ მიდიხარ, ძალიან კაია იქ რო წახვიდე, მაგრამ აგერ თავის ფეხით მოდიან და აქ გასავლიან. თუმცა იქ წასვლის პერსპექტივაც არის, ხო, რო თქვა. ხო, ნუ ცხადია, კი. ხო, მარტო შენ ფაქტიურად მე რასაც რამდენი ხანია გიცნობ, ხო, ნუ უკვე 20 წელი არ არის, მაგრამ ნუ საკმაოდ არც არაფერი აკლია, ხო და აი ჩემ თვალწინ მოხდა შენი ზრდა ჩვეულებრივი სტუდენტიდან ინსტიტუტის დირექტორამდე, ანუ ეს საკმაოდ სწრაფად გაიარა და ძალიან ეფექტურად ეს ყველაფერი. რაც თავარია და ხო და ძალიან ბევრი ნახე ამ
ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ მე შენთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა ჩაატარე და ხარ დღეს აღიარებული მეცნიერი, რომელიც აი ამ უდიდეს ფორუმში იღებ მონაწილეობას შენი თემით, ხო? თუმცა ვასო უნდა ვთქვა, რომ მე რომც არ მომენდობებინა, გარემო იყო ეგეთი, გარემო იყო შექმნილი უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან, გარემო იყო შექმნილი ინსტიტუტიდან, რომ ოღონდ რამე ან შეიძლება შენ არც მოგინდომებია და აგერ არის საშუალება და მოდი ჩახტი. აი ესე ჩემ თვალწინ ხდებოდა. ხო, მართალია. კი, და ეხლა მაგინეციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო გაფართოებაც, რომ ის, რავი, იყო 15 წლის წინ, დღეს უკვე სხვა შესაძლებლობებია და უფრო დიდი აუზებია ჩასახტომად რა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ლაშა, რა ვიცი, მე ყოველთვის გელოდები შენ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ძალიან საინტერესო იდეებით მოდიხარ ხოლმე, მაგრამ არ ვსტუმრობ ისე ხშირად, მაგრამ რაღაც ისე დავაწესოთ რა. მოდი შემდეგი დავაწესოთ, აი პირველი შედეგები რო იქნება, ეხლა დღეს რო კითხვევსავდი კვლევებზე და იქნება ესია და იქნება ესია, თუ აი შედეგები რო იქნება, მოდი მე უკვე კითხვების გარეშე ვისაუბროთ, რომ აი ეს მე რომ მეგონა რღვევა იყო და ეს ხალხი რღვევაზე ცხოვრობდა, რღვევა არ ყოფილა და უბრალოდ წერინგრეობდათ რა. ან იყო და ნახე რა საინტერესო ამბავია და მოდი მაგაზის არის შემდეგი ეგ იყოს, აი შედეგები. ძალიან საინტერესო იქნება. კარგი მაშ, მე ამით დღეს დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა და სიტყვას ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს. ცოცხლად ერთ თვეში, მაგრამ და იქაც რაღაც საინტერესოებს მე ალბათ გადავიღებ და უკვე ჩემს მაყურებელს შევთავაზებ. კი, აი ესე ნახევარი დღით მინიმუმ უნდა გვესტუმრო, რომ ყველაფერი მოვიცოთ, იმიტომ რომ რაღაც ბევრია სასაუბრო იქ. ძალიან კარგი. კარგი, მაშ. მადლობა დიდი. წარმატებას გისურვებ, კარგად. დროებით.